სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. თითოეული ჩვენთაგანი დღესინდელ საამას დღესა ამოვედით რა ქრისტეს წმინდა ეკლესიაში სხვადასხვა ვითარებებიდან მოსულა ტაძარში. ვინ სხვათა ღელვის ხურღუმელებიდან, ვინ კლდე ნაპრალებიდან, ვინ კბოდეებიდან, ანუ ცხოვრებისეული სხვადასხვა შთაბეჭდილებებიდან, განსაცდელებიდან, სიმძიმილიდან, ტკივილიდან, იშვიათად თუ ვინმე ჩვენ შორის განერიდოს ამ ყველაფერს, რაც ჩამოვთვალეთ და რაც ვერ ჩამოვთვალეთ სურათ ხატოვნად და ვიგულისხმეთ განსაცდელები. მაგრამ ასია თუ ისია, ღვთის მადლით, მისი ნებით, ჩვენი ნებითაც, იმიტომ რომ თუ ადამიანს მეტისმეტად პარალიზებული აქვს, მიწიერი გულისხმებისაგან თავისუფალი ნება, სული საზოგადოდ, მას უჭირს უკვე უფალთან მისვლა. არა უბრალოდ უჭირს, ხშირ შემთხვევაში აღარც სურს. გაუუცხოვდა უფალს და დაუახლოვდა მას, რომელიც დიდმედიდურებით ამბობს. მე ვარ თავადი ამ სოფლის. მას სურს მისი კანონებით ვიცხოვროთ. ხოლო ყველა ეს კანონი ანტიღვთიური არის და ადამიანისთვისაც ანტიადამიანურია, რადგან ადამიანი შეიქმნა არა ბოროტის მონებისათვის და ცოდვისათვის, არამედ სინათლისა და ღვთის დიდებისათვის. ხშირად გვითქვამს ამჟამადაც მოვიშველიებ იობ მართლის სიტყვებს, ადამიანი იბადება, რათა ნაპერწკალებით ზეცას ესწრაფდეს. და ამ ზესწრაფვაში ჩვენ ხელს ვიწყობს სწორედ წმინდა ეკლესია, რომელიც ქრისტე მაცხოვარმა ხშირად აღგვინიშნავს თავის მხსნელ ვნებებში დაარსა. დაასხა მასში შვიდი საეკლესიო საიდუმლოება, წესგანგებით შეამკო, ანუ არაფერი არ დააკლო ჩვენი საცხონებისათვის. ეს არის ის ღვთაებრივი, იდუმალი და მადლმოსილი ხომალდი, რომელიც გადაგვაცურებს სხვა უკიანეს მიწიერი ცხოვრებისა, როგორც თავში ვახსენეთ, ყველა იმ საზარელი და მტანჯველი განსაცდელებისა. დღესაც, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად, ჩემ კერძო, მოვისწრაფოდი ქრისტეს წმინდა ეკლესიისაგან. დაღლილი ცხოვრებისაგან, განსაცდელებისაგან, გარეგანი მოვლენებისაგან, რომელიც საზარელია დღეს დედამიწაზე. სულ უფრო ხშირად ისმის სიტყვა მესამე მსოფლიო ომი მზადდება. აი ვთქვათ, გუშინ ეს წართქვა შეერთებული შტატების, იმიტომ რომ ეს სუპერ სახელმწიფოა და ასე ვთქვათ, განწყობილებას თვლის მთელს დედამიწაზე, ერთ-ერთმა კანდიდატმა პრეზიდენტობისა, რომ ახლოვდება და რეალური ხდება მესამე მსოფლიო ომი. გამალებული შეიარაღება, ნახეთ კადრები, თქვა ტელევიზიიდან, ინტერნეტიდან, ვინ როგორ იარაღდება, ვინ ვის თრგუნავს, ვისი მიჯნები მიაქვს, ვისი რესურსები. დღეს არის ბრძოლა დაუფარავად რესურსებისათვის, საარსებო რესურსებისათვის და ასე შემდეგ. სად არის გამოსავალი? ქრისტეს სიტყვები ჩამესმის ამ კითხვაზე, რომელიც რა თქმა უნდა რიტორიკისთვის არ დამისვავს. ეს სიტყვებია მაცხოვრისა. მე ვარ გზა, ცხოვრება, ჭიშმარიტება. მე ვარ კარი სამოთხისა. ხშირად გვითქვამს მაცხოვრის ეს სიტყვები, ხშირად მოგიგონებია. ჩემს მიერ თუ ვინმე შევიდეს იგულისხმება სასუფეველში საძოვარი ჰპოვოს და განისვენოს. საძოვარი ეს არის სულიწმინდის მადლი. შვილო, მომხედი აქ, შენ სტუმარო, ჯერ ერთი რომ მოხვალ და არის თუ ეკლესიურ ცხოვრებას, თავში კი არ უნდა დადგე. ბოლოში უნდა დადგე და მიხედო მორწმუნებრეულს, როგორ უნდა იდგე ტაძარში. მერმე რომ დამისკუპდი აქ ქადაგების დროს და დედას ებაასები როგორია. იგავში ამბობს უფალი. როდესაც მიგიწევენ სტუმრად, სუფრის თავში კი არ დაждე, იმიტომ რომ შენზე ღირსეული ადამიანი შემოვა, მასპინძელი წამოგაყენებს და შეგარცხვენს, ბოლოში გადაგსვავს. ეს ისე აქციდენტურად, თქვა გვერდითი შენიშვნა, მაგრამ ეს შენიშვნების მოქმედებს ხასიათზე ქადაგებისა. ხშირად მეთქვას ფრანგი მწერალი ონორო დე ბალზაკი ამბობს, მე ვარ საყვირი, რომელსაც გარემოებანი უკრავენ. მე ვარ ადამიანი, გრძნობიარე თქვენსავით, რომელსაც ყველაფერი ეს მოქმედებს. თან მოდი ხაზი გაუსვა და რას გულისხმობ? ვარ ამ ტაძრის წინამძღვარი, ავია, კარგია, დიდია, პატარა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე ვერ მოვითმენ, რომ წირვალ ლოცვაზე იყოს ღვთის სიტყვისადმი და ღვთაებრივი ჰიმნებისა, რომელიც საბოლოოდ ერთიც მეორეც მერც განადიდებს, უპატივცემულობა. აგერ როცა ზიარება მორჩა და ტაძარი დაცარიელებული იყო, ნათე გავაგზავნე და უთხარი, გადი გარეთ და შემოკრიბე ყველა და შემოიყვანე ტაძარში, ვინც ლაქლაქებს გარეთ.
რაზე აქ სალაპარაკო ეს არის საინტერესო. იმაზე უკეთეს რას ლაპარაკობენ ვიდრე ქრისტე მაცხვარი წმინდა სახარებიდან და ვიდრე ეს ჰიმნოგრაფთა მიერ დაწერილი ჰიმნები ღვთისადიდებლად. აი უბრალოდ მინდა ვიკითხო. ჩემს ხასიათშიც არ არის უდისციპლინობა. ასე მზრდიდნენ მშობლები. ეს მე ჩვევად მერცა. არ უბრალოდ ჩვევად მერცა, რომელიც ბრმარი და ხშირად უგულისხმოდ ვაკეთებ, ანუ მივზებ დისციპლინას, არამედ მე ვხედავ უკვე მოწიფულ ასაკში, რომ კეთი გონიერია დისციპლინა თითოეული ჩვენთაგანისათვის, საზოგადოდ ეკლესიისათვის. და ხშირად აღვინიშნავს. ამას მიაწერენ ჩემი ბუნების სიმკაცრეს, პედანტის. გულს რომ მტკენ თქვენი უსამართლობით. ადამიანურად რომ მიმიშვა, მე ისე ვარ გადაკანცული, უკვე სიამოვნებითაც და სოფხედველობიდან გამომდინარეც, რომელიც წლების და ათეული წლების განმავლობაში მიყალიბდებოდა, სიამოვნებით გავიდოდი სადმე უდაბნოში. გულახდილად გეუბნები, აღარ სურს საუბარი ადამიანებთან, არც შინაურებთან, არც გარეშეთან. თვითმღვდლობაც კი არ არის აუცილებელი ვხედავ. ყველაზე არსებითი უკვე მოხდა ჩემს ოდვილში. აღმებეჭდა სიყვარული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ჩვენი საუბრის დასასრულ თუ მშვიდობით გადავიარეთ ეს საუბარი, მქონდა ცდუნება და ვერ უძლებ. გარდა იმისა, რომ მიძინებაზე ღვთისმშობელ მარიამისა ვისაუბრებთ, დაურთოს სიტყვა შესახებ იმისა, თუ როგორ ცხონდება ადამიანი, ვინ სად გადარჩება. იმიტომ რომ ზოგიერთი და მეც ხშირად სვენია ფიქრობს, რომ მონასტერში თუ გადარჩება მეტადრე 21 საუკუნეში ასეთი ლავები მოედინება, გარკვნილების, საცდურობის, მეფრალეობის, ნარკომანობის და ასე შემდეგ. გარბიან მხოლოდ ლაჩრები. უდაბნოში და მონასტერში ადამიანი უნდა მიდიოს არ უბრალოდ ცხონებისთვის, ეს ყველგან შეიძლება ამბობენ წმინდანები, სრულყოფილებისთვის. და შენ რომ აქედან იქ გარბი ხარ, სადაც აქ არაფერი არ შეგიძენია, არაფერი გამოგისწორებია, ანუ ზარმაცი ხარ, მცონარე. ამაზე ქართული ანდაზა მაგონდება. გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიქონდა, რა მოქონდა. გამიგეთ საყვარელო, ესე რომ მომივწიბდა სულში დიდი ხანია უკვე ეს სიტყვაც მივაბა ამჯერად ღვთისმშობლის მიძინებაზე ქადაგებას თუ როგორ ცხონდება ადამიანი. რა არის ამის საჭირო? ჩვენ არასწორი შეხედულებები გვაქვს თვით ეკლესიურებსაც, მათ შორის სულიერ საგნებზე. მე კი სიტყვა ამგვარად სურდა დამეწყო. დღესასწაულობთ რა მიძინებას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ მარიამისა საყვარელო. მიაქციეთ ყურადღება, რომ დედაიჩვენი ეკლესია, რომელიც აღმომდინარე წყაროა სიბრძნის მეტყველებისა, ღვთისმეტყველებისა, ღვთისმეცნიერებისა, ჭევრმეტყველებისა, როგორ ევფონურად, ანუ ტკბილხმოვანად იხსენებს მოვლენას ღვთისმშობელ მარიამთან მიმართებაში, რომელიც ჩვეულებისებრ ადამიანთა უდიდეს უმეტესობას აგრთობს, აშინებს, ძრწოლას ბრის, თრთის ადამიანი, რომელსაც ადამიანურად სწორედ ეწოდება სიკვდილი და რომელიც ჩვენი სარწმუნოებრივი თვალთა ხედვით სოფ განცდით არ არის სწორი შეფასება ამ მოვლენისა. ეს არ არის სიკვდილი, რასაც ყველა ვიგებებ დედამიწაზე. ეს არის გარდაცვალება. ძველ ქართულად ამას ქვია მიცვალება. რას ნიშნავს მიცვალება? წუთის სოფლიდან მიცვალება ზესთა სოფელში, ღვთის წინაშე. იმიტომ რომ ყოველი სული ადრე თუ გვიან ავის და კარგის, ნათელის და ბნელის, მორწმუნეს და უღმერთოც წარსდგებიან ქედადრეკილი, არა უბრალოდ წარსდგებიან, რადგან გაევლიან საზარელ გზას, 40-დღიან გზას, ახლად შესვენებულისა და წარსდგებიან სწორედაც ქედადრეკილი ყოველი წინაშე ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა, რომელსაც აღსგარა მკვდრეთით, პირველ ყოვლისა მარიამ მაგდალელის სახით ეს გვახარა ყოველივე მომეცა მე მამისაგან და პირველ ყოვლისა რა დაზინა განშად ცოცხალთა და მკვდართა არა მას როგორც ღმერთს როგორც ღვთისაც და თანასწორს მამისა და სულიწმიდა ღმერთისა ეს დიდება და ხელმწიფება ყოველთვისაც ჰქონდა მაგრამ საყვარელო მან საკვირველად შეისნა ხორცნი მიიღო კაცობრივი ბუნება სულისაგან წმინისა მარიამ ქალწულის ქალწულებრივ სისხლთაგან და ის სწორედ კაცობრივ ბუნებაც რომელიც შეიერთა თუ არა დედის საშოში მეხსაშინამ დაუყოვნებლივ განაღმრთო განწმინდა რა აი ამ კაცობრივ ბუნებას მიანიჭა ხელმწიფება განშად ცოლთა და მკვდართა. ამიტომ არის რომ ხშირად თეოფანია გამოცხადებებში ვკითხულობთ რომ უფალთან ერთად თქვა ანდრია სალოსის ცხოვრებაშიც გამოცხადება განიკითხავენ კაცთა მოდგმას ასევე წმინდანებიც პირველ ყოვლისა მოციქულები. დიახ
ღვთის ჭეშმარიტ მოწაფეებს ეს ძალაუფლება უნაწილდებათ ქრისტე მაცხოვრისაგან. მას ესე იგი რას ნიშნავს საყვარელო, რომ ეკლესია, როდესაც ამ ჩვენთვის, ბევრისთვის საზარელ მოვლენაზე ლაპარაკობს ღვთისმშობელთა მიმართებაში, არ ამბობს, რომ ღვთისმშობელი მოკვდა. ჯერ ერთი სიკვდილით სიცოცხლე არ თავდება. არავინ არ კვდება სინამდვილეში. მას რა არის მამაო სიკვდილი? აპოკალიფსი გამოცხადების წიგნი გვაძლევს პასუხს. სიკვდილი ეს არის, როდესაც საყოველთაო აღდგომის და განკითხვის შემდგომ უფალი წარგზავნის თავისი ღვთაებრივი პირის სახიდან. წარვედ შემგან მართლოკონ. ჯოჯოხეთს რომ გამოგიტანს განაჩინად შენი უკეთური და უგუნური ცოდვიანი ცხოვრებიდან გამომდინარე. აი რა ყოფილა სიკვდილი. ვერ იხილო, ვერასდროს ღვთაებრივი პირის სახე ქრისტესი. და რას ნიშნავს ეს? წმინდანთა და არა მარტო წმინდანთა, არამედ ანგელოზთა სიხარულის წყაროს თვალი არის სწორედ ქრისტე მაცხოვრის ყდრეთით აღდგარი უფლის, ქრისტე მაცხოვრის ღვთაებრივი პირის სახის ჭრედა. ეს არის დაუსრულებელი წყარო მათი სიხარულისა, ისე როგორც ანგელოზებისა, როგორც დავზინეთ უკვე, სიტკბოებისა და სიხარულისა. და სწორედ ეგ არის ჯოჯოხეთი, სადაც არც სიხარულია, არც სიყვარულია, არც ნუგეშინისცემა, არც სიტკბოება, არც ნათელი. და ყოველივე ამ კეთილის წყაროს თვალი სახიერი არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მე და ყრმანი ამბობს წინასწარმეტყველებით უფალი ერთ-ერთ ფსალმუში, რომელი მომცა ღმერთმან, მამამან. რაც მამის იყო, ძეს მისა, მე და მამა ერთნი ვართ. მამამ მომცა თავისი და არავინ წარწმიდე გარდა ძე წარწმედისა. ის ყველას მაცხოვარია. ის ყოველთათვის მოვიდა ზეცით გამო დედამიწაზე, ევნო ეწამა, დაარსა ყველასთვის, დაარსა უკლებლივ ჭეშმარიტი ეკლესია. არა რომელიღაც სინაგოგები, არა რომელიღაც კათოლიკური ეკლესიები, ეგრეთ წოდებული პროტესტანტული, ანგლიკანური წარმართობა მიეთი მოეთი. ეს ადამიანური ცდომილებანი არიან ნაყოფი უმეცრებისა და ამპარტავნებისა, როგორც ბასილი დიდი ამბობს. ადამიანს მიანიჭა თავისუფალი ნება. აი ბევრ კითხულობს აღშფოთებული ღმერთზე, გამწყრალი. რატომ არ აცხოვნებს ყველას? ძალიან მარტივი მიზეზის გამო საყვარელო. არ სურს ცხონება. ეხლა ძალიან შორს არ მინდა წავიდე, ჩამოთვალო ვის როგორ არ სურს. ან ვერ ხედავს, სულიერად ბრმა არის, ან თავს იბრმავებს, ან თავს იტყუებს, ან უბრალოდ მან არჩევანი გააკეთა. ცოდვა და ნადლი, ჯოჯოხეთი და სამოთხე აქვს თავისუფალი ნება და გააკეთა. თხომ ამბობენ ფსევდოლიბერალები, ეშესტომილები, ჩემი ნება, ჩემი სხეულია, ჩემი სივრცე, ჩემი არჩევანი, ეს შენი დაჩემებანი მიგიყვანს საბოლოოდ ჯოჯოხეთში. ჩვენ კი რა გვასწავლა უფალმა ლოცვაში, რომ ეს სახია, სახარების გულია, მამაო ჩვენო ლოცვა, იყავ ნება შენი, ჩემი ნება კი არა. შენი ნება, რაში მდგომარეობს შენი ნება? ყოველი ჩემნაირი ცოდვილი ადამიანის მოქცევა, სინანული და ჭეშმარიტების ცხონების გზაზე დაყენება. აი რა გსურს უფალს, მე შევიცა და მოხდა ჩემში შენივე მადლითა და ძალით სინერგია. ანუ ჩემი ნება შეუდგა შენს ნებას, შეიცნო რა შენივე მადლით, თუ რაში მდგომარეობს შენი ნება. შეიცნო შენი არსებობა, არა მესამისო გარუჭირდება არც ხორციელი თვალები, არც სასმენელი ხორციელი და არც რომელიმე სხვა გზნობა იმ ხუთიდან. რწმენის ნიჭით, რომელიც შენი იყო და მე მომეც, რწმენის ნიჭით შეგიცანი შენ უხილავი ღმერთი. და მახსოვს რაც უთხარი თომას, შენ მიხილე და გრწამს, გრწმენე, ხოლო ვისაც არ უხილავდა რწმენე, აი მაგალითად 21 საუკუნის ქრისტიანებს ამ საშინელ განსაცდელებში, რომელშიც ვართ და ტკივილებში, ჩვენ გვწამს უფალი. ამიტომ ჩვენ კადნიერება უფრო მეტი გვექნება, ვიდრე თავად თომა მოციქულს. მას ჟამს საშინათო მერბე და მერბე თომამ შეინანა თავისი სულ მოკლეობა, ურწმუნოება და ყველაზე უველურესი ქვეყნები გააქრისტიანა აზიისა, სადაც ველურები ცხოვრობდნენ და მოწამეობრივად აღესულა. ტყავი გახადეს, ტანჯვა არაკმარეს. დღევანდელი ბაქოს ტერიტორიაზე აწამეს იგი ჯვარცმით, რომელსაც ტყავი გახადეს მანამ. უდიდესი მოწამეობით გამოისყიდა თავისი ეს სულმოკლეობა ერთდროს, რომ ჩაიდინა და ურწმუნოება. ვიდრე არ ვიხილავ ყდრეთით აღდგარ უფალს, მის დაჭრილობებს ხელფეხზე და გვერდში ხელს არ ჩავყობ, იმიტომ რომ გვერდში უფრო დიდი ქონდა ჭრილობა, ვიდრე რა თქმა უნდა ხელფეხზე ნავშვალები ან ნალურსმევი. მანამდე არ ვირწმუნებ. აი, გვაქვს ჩვენ ეს კადნიერება 21 საუკუნის ქრისტიანებს. ან კი
რწმენა ვისაც არ აქვს, მე დღეს უკვე აღარ მესმის, როგორც ცხოვრობენ. ისინი არიან ჩემს თვალში, არადამამცირებლად ვამბობ, რა თქმა უნდა, ბიოლოგიური ცხოველები. ჭამენ, სვამენ, ცხოვრების დიდ ნაწილს ძილში ატარებენ, ცხადში სულ იმაზე ფიქრობენ, რა ჭამონ, რა ჩაიცვან, რა შეიმოსონ, დრო როგორ გაატარონ, თავდავიწყებას როგორ მიეცნენ, პრობლემებს როგორ გაექცნენ ნარკოტიკებში, მემთვალეობაში, სიძვაში, სოდომში. ჩემთვის არიან საბრალო არსებები. ენა ვერ მომიბრუნდა, მე თქვა რომ ადამიანები არიან. რადგან იოანე ოქროპირის სიტყვები, რომელიც ხშირად მაგონდება, ჩამესმის. ძალიან ძნელია ზოგიერთ ადამიანზე თქვა, რომ ის ადამიანია. ადამიანი, რომელიც თავისი შემოქმედისკენ არ ისრაფის და არ სულს მარადიული სიხარული და სინათლე, ის არ არის ადამიანი. ამისთვის შექმნა რომ ისრაფოდეს და ის ამას არ აკეთებს. ყველაფერს იქმს გარდა ამისა. ამიტომ ისინი არიან ბიოლოგიური ცხოველების სამწუხაროდ. ღმერთმა ჭეშმარიტების შემეცნება მისცეს. აი ახლა მე რომ მოვიგონო ჩემი წარსული ცხოვრება თქვენ, ჩვენს ვეხეტებოდით ჯორღმულებში ამაო ცხოვრებისა. პრაქტიკულად ნათლისღებით ქრისტიანები კი ვიყავით, მაგრამ წარმართებივით ცხოვრობდით. ასეთივე ქონდა სოფლხედველობა, თუ ამას სოფლხედველობა ქვია საერთოდ. და დღევანდელი საუბარიც როგორ დავიწყე, საგვარელო, კვლავ ერთხელ ჯორღმულებიდან მიწიერი ცხოვრებისა ამოვედით ქრისტეს. ნახეთ მიაცეთ, მოვედით არა, ამოვედით. ეკლესია ქრისტესი დედამიწაზე ყველაზე მაღალი სულიერი მწვერვალია. ამიტომ ვამბობთ, როგორც ძველი ებრაელები იერუსალიმზე ამბობდნენ, უფლის ქალაქზე, აღვიდეთ იერუსალიმში, ჩვენ დღეს აღმოვედით ქრისტეს ეკლესიაში, ამ სულიერ იერუსალიმში, რომელიც ღვთიური ძალებით, ანუ ანგელოზებით, ღვთის მადლით არის აღსავსე, რომელშიაც გარდა მოხდა დღეს თავად ქრისტე მაცხოვარი დაიკლარა ჩვენი საცხოვრებისათვის. ეს მე რამდენად ამ საქმო ლიტურგიაზე და შეწირული იქნა უსისხლო მსხვერპლი. განმეორდა ისი დუმალება, რომელიც მას ჟამსა შინა 20 საუკუნის წინათ სწორედ უფლის ქალაქ იერუსალიმში აღესრულა გოლგოთის თხემზე. მას საყვარელო, ღვთისმშობელი კი არ მოკვდა, თითოეული ჩვენთაგანი კი არ მოკვდება, არამედ გარდავიცვლებით, მივიცვალებით ზესთა სოფელში უფლის წინაშე, ხოლო ღვთისმშობელ მარიამზე უფრო მეტის კეთილ სიტყვიერებით, ელფონურობით ამბობს ეკლესია, მიიძინა და საზოგადოდაც ყოველ ადამიანზე ითქმის. აი ჰიმნოგრაფია წაიკითხეთ, წმინდა მამათა როგორ წერია, რომ დაიძინეს, რათა გამოაღვიძოს უფალმა მეორე ფოსტი. მთავარ ანგელოზ მიქაელის საყვირის ხმაზე ყველა შესვენებული ადამიანიდან უკანასკნელ ადამიანამდე გამოიღვიძეს, ვინც შეისვენა. ხოლო ვინც ცოცხალი დარჩება, წინასწარმეტყველებს პავლე, კი არ მოკვდება და აღსგება ისიც, არამედ გარდაისახება. ხორციელი ღვთის მადლის მოქმედებით შეიქმნება სულიერი. მას ღვთისმშობელმა მიიძინა, ხოლო მიძინება ღვთისმშობელ მარიამისა ამგვარად მოხდა. მას შემდგომ, რაც უფალი ჩვენი იესო ქრისტეა ამაღლდა ზეცა და დაждდა მარჯვენით ღვთისა და მამისა, წმინდა მოციქულები ღვთისმშობელ მარიამთან ერთად ერთხანს იყვნენ იერუსალიმში. ხშირად იკრიბებოდნენ ერთად, პრაქტიკულად თითქმის სულ ერთად იყო. პატარა ქრისტიანული პირველი თემი იყო ქრისტიანული. ღვთისმშობელი მარიამი შემდგომად ღვთისა მათთვის იყო ნუგეშინისცემა, მასწავლებელი, მოძღვარი, დედა, ზრუნველი თავის სულიერ შვილებზე. რადგან ღვთისმშობელ მარიამს ყველა უყვარდა და უყვარს, ვისაც უყვარს მისი ღვთაებრივი ძე ქრისტე მაცხოვარი ჩვენი. იგი მოუთხრობდა ქრისტეშობის იდუმალებაზე, ქრისტეს ცხოვრებაზე, მის პირველ სასწაულებზე და მრავალი რამ, რაც წმინდა სახარებაში 4 თავშია ჩაწერილი, ღვთისმშობელ მარიამის მონათხრობიდან არის აღებული. ღვთისმშობელი მარიამი ჰქონდა ჩვეულება დღემუდამ იარებოდა იმ ბაღში, სადაც დაიგრძალა ქრისტე მაცხოვარი ჩვენი. იმ აკლდამასა, რომელიც იოსებ არიმათეელმა დაუთმო ქრისტე მაცხოვარს. განაღიმილის მომგვრელი არ არის, რომ ადამიანები, თუნდაც წმინდა იოსები, აქ საფლავს დაუთმობს და იქ როცა იოსებ დამწინდველი თავის მამულს უყობს შვილებს, ქრისტესთვისაც მოინდომებს მისვეს და იუდა რა ისკარიოტელი იოსების ერთ-ერთი შვილი ეტყვის, რომ ის შენი შვილი არ არის, რატომ აძლევ წინს, ჩვენ რატომ გვაკლებო, ეს თქვა ადამიანურად. იაკობ მოციქულს, სხვა ძმას განსაკუთრებულად უყვარდა სიყრმიდან იესო ქრისტე და მამას თხოვა, რომ ჩემს ძმებს არაფერი მოაკლო, ჩემი წილიდან გაუყავი ქრისტეს. გაგეღიმება. ცანი და ქვეყანა თითითა თვისითა შექმნა, ჭალითა, როგორც ნათქვამი არის წმინდა ფსალმუნები. და აქ დედამიწაზე ედავებიან რომელიღაც ნაკვეთს.
მისცენ თუ არა ქრისტეს. ქრისტეზე გადაჭრით არის წმინდა სახარებაში ნათქვამი. არა სადა ქონდა, სადა თავი მიედრიგა. თავის მისადრეგი, თავის მისადებიც კი არ ქონია ქრისტეს. ეგ მასში როცა ქრისტესია უფლისა, ცანი და ქვეყანა, სოფელი და ყოველი დამკვიდრებული ბაშინა, რადგან მისი შექმნილია. აი ასეთი უჩვეულო არსებები ვართ ადამიანები, არც ადამიანები. შემოქმედისთვის არც გოჯი მიწა გვემეტება, არც ცა, არც რაიმე. წყალი რა არის? წყალი მომაკვდავს არ დაუწერენ. ჯვარზე ისიც არ მივაწოდეთ, ზმარი და ნაგველი აურიეთ. იცით რატო გააკეთეს ეს? არა მარტო ამუჩათაგდება იყო, გაუტკივარების საშუალება იყო მაშინ. ესე იგი, რატომ დაალევინეს? იმიტომ რომ ტკივილები არის. არა, დიდხანს რომ ყოფილიყო აგონიაში ჯვარცმული. და ამასობაში ისინი თავებს ყრიდნენ და ხარხარებდნენ, კისკისებდნენ. თუ ღმერთი ხარ, გადმოხვედ მაგიერ ჯვარი და ვაცხოვნენ ჩვენ. იგივე ეუბნებოდა მარცხენით ჯვარცმული ავსაკი. რა იქნებოდა, აბა წარმოიდგინეთ. მათი უფალი მოვიდა, ყოველივე მოიმოქმედა. ბრბებს სინათლე აჩქვა, ყრუსმენა, მკელობელს ვლა, კეთროვანს განწმენდა, ეშმაკებს განასხავდა, მტრებს აკადგენდა, ყროდახა ლაზარე, როცა აღადგინა. მიიღო უკანასკნელი მადლობის ნაცვლად დამამცირებელი სიკვდილი და წყალის კი არ მიაწოდეს. და როცა ეს მოხდა, უფალმა აღმოსთქვა გულის სიღრმიდან უკანასკნელი საწინასწარმე ყველო სიტყვები. აღსრულდა არა ქრისტეს ჟვარცმა, მხოლოდ აღსრულდა კაცთა მოდგმის ხსნა. წმინდა გადმოცემით ამ დროს მარცხენით ედგა მას ეშმა და უსისინებდა ყველა იმ ცოდვას, რაც დღიდან ადამიდან ჩაუდენია ადამიანთა მოდგმას, რომ ქრისტეს ხელი აეღო თავის ჟვრიან გმირობაზე, ადამიანთა ცოდვისა, ხრწნილებისა და სიკვდილისაგან გამოსყიდვოდნენ. ვერაცდუნა. როგორ არის ნათქვამი, როცა სამი ცნობილი გამოსთა მოუხდინა ქრისტეს, ერთხანს განეშორა მას და ანგელოზები მიუდგნენ და მსახურებდნენ ქრისტეს. ერთხანს რას ნიშნავს? წმინდა გადმოცემა აგრძელებს, როდესაც ჯვარცმული იყო უფალი აგონიაში, მას მარცხენით მიუდგა ეშმა და უსისინებდა ჩვენს ცოდვებზე. ვერაცდუნა. აი ამის შემდეგ წარმოთქვა სიტყვები გასაოცარი. ლიმა საბაქთანი, მამაო, ზეციურ მამას გულისხმობს. რაისათვის დამიტევე მე? სერაფიმ საროველის განმარტებით, ესეც იყო წინასწარმეტყველება. თუ როგორი სულიერი მდგომარეობა ექნებოდა უკანასკნელი ჟამის ადამიანს. ისეთი უნუგეშობა იქნება ანტიქრისტეს რეჟიმის დროს, ისეთი საზარელი მოვლენები დატრიალდება, ადამიანი იქნება თავისუფლებით პარალიზებული, ზომბირებული, ადამიანის გვამებს დაუწყებს ჭამას, ესეთი პრობლემები იქნება ეკოლოგიური, სხვა შიმშილობა, სიყმილი, წყურვილი და სხვა წვიმა სინატრებს და არ მოვა რომ პირი გაისველოს. ამ სიტყვებით უფალმა გამოხატა უკანასკნელი ჟამის ადამიანის უმძიმესი სულიერი მდგომარეობა. შთაბეჭდილება შეექმნება თვით მორწმუნეებსაც კი და თითქოს წმიდანებს, რომ ღმერთმა ისინი დატოვა. ამიტომ წყეულის, ანტიქრისტეს წყეული მეფობის 3 წელიწად ნახევარი მათთვის გაიწელება როგორც საუკუნეები. თითქოს დასასრული აღარ ექნება. ამიტომაც ვთავრდება გამოცხადების შიგნი უკანასკნელ ჟამზე, რომ გვეზრახება ამ სიტყვებით. მოვედ უფალო. ინატრებენ ადამიანები და უფალი თითქოს არ მეს გეტყვით. ღვთისგან განდგომილი ადამიანები ინატრებენ სიკვდილს, რომლითაც შესავალში ვილაპარაკეთ, ყველას ეშინია თითქმის, მაგრამ სიკვდილი თითქოს გაიქცევა მათგან. განუდექი ღმერთს, ღმერთად შერაცხე წარწმენის უჟულოების კაცი. ამიტომ უნდა მიიღო ბოლო წვეთამდე ყველაფერი მისგან და ბოლოს არ შემოკლდებოდა ჭირის ეს დღეები ამობს გამოცხადების წიგნი, რომელიც აღწერილია ანტიქრისტეს რეჟიმის სახით, თუ არა წმინდანთა გამო და მათი ლოცვით, როგორ უსმენს უფალი თავის წმინდანებს და ყველას მოგმართავს. წმინდა იყვენით, რამე თუ მეწმინდა ვარ, თუ არ განიწმინდები, იქ სასუფეველში არ გექნებათ რა სანადიმო სპეტაკი სამოსელი, ვერ იხილავთ ჩემი ზეციური ნადიმის გემოს. ღვთისმშობელი მარიამი მას ყოველდღე იარებოდა ქრისტეს საფლავზე. აკლდამა ეს მიწაში არ გზალავდნენ ებრაელები. აკლდამაში ესე იგი დგებოდა, ლოცულობდა, ტიროდა. ჩვეულება ჰქონდა სამ სანთელს ანთებდა ყოვლადწმინდა სამების სახელზე. ისე რომ ჯერ კიდევ ღვთისმშობელმა მარიამმა რა თქმა უნდა დედა ღვთისა მოწყოდა ღვთისმეტყველებით, რომლითაც გამბრძნობილი იყო სიყრმიდან, რომ ღმერთი სამობით იდიდება. ხოლო ცოტა მოგვიანებით სხვადასხვა საღვთისმეტყველო სკოლებმა, პირველყოვლისა მხედველობაში მყვანან კაბადოკიური სკოლის დამაარსებლები, ისეთი დიდი მამები, რომლებიც არიან ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი და სხვანი, მათ ჩამოაყალიბეს სწავლება ყოვლადწმინდა
სამებაზე. მერმე და მერმე გამოიკვეთა სხვა ქრისტიანული დოგმატები, ანუ შეუცვლელი ჭეშმარიტებანიც, რომელიც საბოლოოდ გამოკვეთა სანთელივით ჩამოქნა მეორე მსოფლიო კრებამ, რომლის საფუძვლები პირველ ყოვლისა, როგორც ეკლესიის ისტორიაში ვკითხულობთ, შექმნა ბასილი დიდმა თავის კაპადოკიურ სკოლასთან ერთად და საბოლოოდ ბრძამსი ჩამოყალიბდა 12 მუხლად წმენის სიმბოლო, რომლის ერთგულება არის უეჭველი. იოტისოდენა რაიმე რომ მოარხო ბრძამსის სიმბოლოდან, ეს ტოლფასია შენი წყარწმედისა. ყოველი კრება მსოფლიო როგორ თავდება, როცა მიიღებდნენ დადგენილებებს, ესრედ ჯერ უჩნდა სული წმიდასა და ჩვენსა, ვის ღვთივ გამბრძნობილ ეპისკოპოსებს. ამიტომ შეცვალო რაიმე დოგმატური სწავლებიდან ნიშნავს წარიწმიდო სული. მოკლედ ღვთისმშობელი მარიამე ყოველდღიურად ლოცვობდა. რა იყო განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც 60 წელს მიაწია ღვთისმშობელმა მარიამმა მისი ლოცვის უპირველესი და უმთავრესი საგანი. იგი თავის ზესა და ღმერთს ევედრებოდა, რათა გაეყვანა ხორცთაგან და ამის სოფლისა და შეეყვანა თავისთან ზეციურ სასუფეველში. ეს არა მარტო ცხონების სურვილით იყო ნაკარნახევი ღვთისმშობელში, არამედ პირველ ყოვლისა თავისი ძისა და ღვთისადმი სწრაფვით და სიყვარულით. ეს იყო დედობრივი გრძნობა. აი თქვენ გიხილავთ შვილმკვდარი დედები, როგორ გულდათუთქული განიცდიან და დასტრიან თავიანთ შვილს, ნატრობენ სიკვდილს, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ემოციებია, მაინც ნება, იმიტომ რომ მათ კარგად არ უწყიან, რომ მოუმზადებელი ადამიანი ვერ შევა სასუფეველში. ღმერთმა დედა დატოვა, რომ შვილისთვის ილოცოს და გზა გაუგვალოს სასუფევლისკენ. დედის ლოცვას გვასწავლიან ღმერთშემოსილი მამები, ჯოჯოხეთიდანაც კი შეუძლია შვილის ამოსყვანა. რამდენად წმინდა და ძლიერია განსაჭირებელი. ეს უკვე ღვთის განგებულებია. რატომ არის რომ ერთ შემთხვევაში შვილი მიდის, ჩვილიც კი ზოგჯერ, სხვა შემთხვევაში ღრმად მოხუცებული დედა მიდის, ან ნაადრევად, როგორც ნაადრევი და დაგვიანებული არაფერი არ არის. არაფერი იოსტისოდენა არ ხდება ღვთისნებისა და ღვთაებრივი დაშვების გარეშე. მან ყოვლად ბრძენმან უწის ვინ როდის, რატომ? არამოდენიმე ქადაგებაში ჩვენ გამოწვლილით ვისაუბრეთ, ვიმშელეთ იმის შესახებ, რომ ნაადრევი და დაგვიანებული სიკვდილი არ არსებობს სინამდვილეში. რა კი ეს გვისაუბრია ისის გამოწვლილით, ამიტომ ამჯერად დროს აღარ წაგართმევთ, როგორც იტყვიან, თავს აღარ შეგაწყენთ. ამის შემდეგ 53 წელს ჰეროდ უსჯულო მეფემ გადაწყვიტა ქრისტიანობის დევნა და მიჰყო კიდეც ხელი ქრისტიანთა დევნას. შეიპყრეს მოციქულთანაც ზოგიერთი სიკვდილს გადასცეს. ერთ-ერთი პირველი ვინც ეწამა მოციქულთა შორის, ერთ-ერთი კი არა, პირველი იყო იაკობ მოციქული ძმა იოანე ღვთისმეტყველისა. მერმე და მერმე ეს წამებანი და სიკვდილი ქრისტიანთა სიკვდილით დასჯა გამრავლდა. მოციქულები, რომლებიც აქამდე იერუსალიმში იყვნენ, რატომ იყვნენ იერუსალიმში? იმიტომ რომ უფალმა უბრძანა ამაღლების დროს დაასხედით უფლის ქალაქი იერუსალიმში, ვიდრე მდის არ მიიღებთ ახალ აღთქმას. ეს ახალი აღთქმა იყო სულიწმინდა, რომელიც მიიღეს რა სულიწმინდა, ელოდნენ ღვთის განკარგულებას, ლოცვა კურთხევას. მათ იმარხულეს, ილოცეს და წილი ხარეს, ვისად ეკადაგა ჭეშმარიტება, ღვთის სიტყვა. და აი როდესაც დევნა დაიწყო, მოხდა პირველი გამბნება მოციქულებისა ღვთის სიტყვის საქადაგებლად. ზოგი ჭირი მარგებელიაო. ფორმალურად ჰეროდეს მეფის დევნა იყო საბაბი, რომ ქრისტიანები თავთავიან წილხვედრ ქვეყნებში მიმოვიდოდნენ და ქადაგებდნენ. იოანე მახარებელს, რომელიც ჯვარცულმა ქრისტემ შვილობილად უკურთხა ღვთისმშობელ მარიამს და ღვთისმშობელი მარიამი დედობილად უკურთხა, რაოდენი სიყვარულია ზიაღმატებული, ამითაც ჩანს როგორ უყვარდა მას იოანე მახარებელი შორის მოციქულთა, შეხვდა რა იოანეს მცირე აზია, მანაც მიაშურა მცირე აზიას ღვთის სიტყვის ქადაგებით და თან წარიყვანა დედა იმის, რომელიც აქამდე ჯვრიდან მან წაიყვანა თავის სახლში, სიონში ჰქონდა სახლი, სადაც მის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ღვთისმშობელი მარიამიც და თან წარიყვანა ეფესოში, მცირე აზიაში. ერთხანს აქ დახვდნენ ღვთისმშობელი მარიამი, არა მარტო იოანე მახარებელი, არამედ ყველა დანარჩენ მოციქულებს, რომელიც დროდადრო ჩამოდიოდნენ ღვთისმშობელ მარიამთან და იღებდნენ მისგან დარიგებას, ნუგეშს და სიტკბოს და ბრუნდებოდნენ გამხნევებული. თითქმის ყველა მოწამეობით დაასრულა ჭეშმარიტებისთვის თავისი მიწიერი ცხოვრება. ღვთისმშობელი მარიამი მას შემდეგ, რაც დაცხრა რამდენადმე დევნა, ღვთის ნებითა და განგებულებით კვლავ დაბრუნდა იერუსალიმში. და ერთხელაც, როცა ჩვეულებისებრ აკლდამაში ქრისტე მაცხოვრისა ლოცულობდა და თავის სანუკარ სურვილს უმხელდა გულის მურას, ძველ ქართულად რო ვთქვათ, რომ დაეხსნა ხორცთაგან და მიეყვანა თავის ზეციურ სასუფეველში, რომ დამტკბარიყო მისი ხილვით, ცანი და ცანი განიხვნეს
გარდა მოხდა მთავარ ანგელოზი გაბრიელი ზეთისხილის ტოთი ხელში და ახარა ღვთისმშობელ მარიამს, რომ შესმენილი იქნა მისი ლოცვა და განემზადე მიძინებისთვის. ღვთისმშობელმა მარიამმა თავის ერთ უკანასკნელ ლოცვაში თავის ძეს და ღმერთს თხოვა, რომ ყველა მოციქულები მოეკრიბა მის სასიკვდინე სარეცელთან. ადამიანურად ეს შეუძლებელი იყო. მეტადრე რომ 5 მათგანი უკვე მოწამეობრივად აღესრულა მოციქულთაგან, მაგრამ შეუძლებელი კაცთაგან ყოველივე შესაძლებელია ღვთისა მიერ. ღმერთმა ინება, ღვთისმშობელმა აღზრა. როგორც ილია მინიატიამოს წმინდანებმა რომ სთხოვონ, თუნდაც მოციქულებმა შეიძლება ისმინოს და შეიძლება არ ისმინოს უფალმა, მაგრამ დედა თუ სთხოვს, მოვალია ყოველთვის ისმინოს. რა დიდი ძალა, რა დიდი ლოცვა აქვს, როგორი შუამდგომლობა აქვს, როგორი მეოხება აქვს კაცთან მოდგმისთვის. და აქვე მაგონდება შევწყვეტ სიტყვას ერთ-ერთი წმინდანი ლოცულობდა და მოულოდნელად ატაცებული იქნა სულით ანგელოზის მიერ 64 სანახებში. ღვთიურ სასუფეველს მიმოატარეს, ყველა ნახა ანგელოზები როგორ ხარობენ, მთავარად ცხადასი წმინდანები და ასე შემდეგ და ვერსად ვერ ნახა ღვთისმშობელი და გაოგმდა ეს წმინდა მამა. ჩვენ კი დედამიწაზე შემდგომად ყოვლადწმიდა სამებისა ყველაზე დიდ პატივს და სიყვარულს ღვთისმშობელ მარიამს მივაგებ. ნუ თუ სასუფეველში არ არის, რას ამბობ, ჩემო კეთილო? მიაგება პასუხად ანგელოზმა. ეგ იქ არის, სადაც თვითმე ანგელოზის კი ყოველთვის ვერ შევარ. სად? უშუალოდ მარჯვენით ქრისტე მაცხოვრისა და იმ ადგილს, იმ სავანეს პირობითად ეკლესია უწოდეს ღვთისმშობლის სავანეს. აი ფრესკებიც რო იხატება, აბრამის იაღი იხატება, ღვთისმშობლის სავანე იხატება ფრესკებზე, როცა სასუფეველი გამოიხატვის. მაგრამ არის რა უდიდეს სიხარულსა და ნეტარებაში, ყველაზე ხშირად ტოვებს ამ ყველაფერს და ჩადის სოდვილ დედამიწაზე, სადაც გმინმა და ბაება ისმის მართალი ადამიანების, მათი ლოცვა და ღაღადისი და შეეწევა მათ. მიურულებელი ქვია ჰიმნოგრაფიაში, მიურულებელი მცველი და მეოხი კაცთან მოდგმისა. როგორ არ გიყვარდეს ასეთი ღვთისმშობელი მარიამი? ჩვენ პატარა სიკეთეს რომ მივიღებთ, აი თუნდაც მიწიერს. არავის არ გვინდა გავუნაწილოთ, გაუზიაროთ ზოგჯერ თვით უახლოეს გულის ადამიანს. ღვთისმშობელმა მარიამმა ყველაზე დიდი სიხარული და ნეტარება მიიღო. არა მარტო მხოლოდ იმიტომ რომ დედა ღვთის, არამედ იმის გამო რომ ყოვლადწმიდა უწმინდესი ცხოვრება განვლო მან დედამიწაზე, მაგრამ როგორ უნდა უყვარდეთ და როდესაც ჩვენ უყვარვართ ამგვარი სიყვარული, ამით აჩენს პირველ ყოვლისა რომ მას თავისი ზედა ღმერთი უყვარს. რატომ? მისი ძის განგებულება იყო, ხორცი შეესხა, დედამიწაზე მოსული იყო, ექადაგა ჭეშმარიტება, გამოეტაცა გონიერი მგლისათვის, ეშმაკისათვის და ცოდვისა ადამიანი და საკუთარი სისხლით განებანა, ხორცი ჩვენთვის განეტეხა, ხელი განერთხა ჯვარზე და მოეწოდებინა, მოვედი ჩვენ და ყოველი მაშრალი, დამაშრალები მიწიერი ცხოვრებით და ტანჯულები და მე განგისვენო თქვენ. აი ეს ამოძრავებდა პირველ ყოვლისა თავისი ძის სიყვარული, რომელმაც შობა მასში კაცთან მოდგმისადმი გამოუთქმელი სიყვარული. აი ახლა გონებაში გამიელვა ნეტარება იმ წმინდანებს, წმინდანთა შორის, რომლებიც ღვთისმშობლის სავანეში არიან. და სიხარული ყოველწამიერად ჭრედნენ ღვთისმშობელ მარიამს. აი ახლა როგორ ამბობს იგავში, რომ პატარა დოგის მარცვალი რომ ჩავარდება მიწაში, მოუკვდება, მარცვალი ხმართლო თითქოს კვდება, იხსნება, მერე ფესვებს გამოიდგავს, მაგრდება, ახალ სიცოცხლეს ამოიყრის. აი ესევე თვითეული წმინდანი და პირველ ყოვლისა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი. ის მოკვდა წუთის სოფლისთვის, ისე როგორც ყოველი წმინდანი, ის მოკვდა ცოდვისთვის, მაგრამ ამ სიკვდილში აღმოშობა ახალი სიცოცხლე. წმინდანები, აი ღვთისმშობლის რჩეული. ერთბაშად ვინც მაგონდება, მაგალითად იოანე დამასკელი, ილარიონ ქართველი და სხვანი. დედამიწაზე როცა არის ადამიანი, მარტივად გიხსნით, ღმერთი ჩააბარებს ხოლმე ამა თუ იმ წმინდანს, ამა თუ იმ ადამიანს, რომელმაც მის მცველ და მფარველ ანგელოზთან ერთად უნდა ისმოს, რომ ამ ადამიანმა საბოლოოდ სასუფეველი დაიმკვიდროს. ნეტარება იმ ადამიანებს, ვინც ღვთისმშობლის უშუალო მფარველობისა და მეოხების ქვეშ განვლეს ეს დედამიწა. მე არ ვამბობ, რომ ისინი ფიანდაზებით მორთული გზით მიემართებოს. არა, მათ ვისაც მეტი მიეცემ, მეტიც მოეკითხება, მეტი ტკივილები ნახეს და მეტი იღვაწეს ქრისტეს სიყვარულისთვის და მეტიც მიეცათ ღვთისაგან სიბრძნეც, ღვთისმეტყველებას, ღვთისმეცნიერებაც.
ყოველივე რაც მოგვეცა კეთილი სიკეთის წყაროდან მომდინარეობს ყოვლადწმინდა სამებიდან, ხოლო უდიდესი მეოხი ეს სიკეთეები რომ დაგვაფრთხილოს უფალმა, გახლავთ სწორედ ღვთისმშობელი მარიამი ყველა ანგელოზთა და წმინდათა თანა, მაგრამ უპირველესი და უზესთაესი თვით პირველი ტრიადის ანგელოზებთან შედარებით. მას ასე მეხსაშინა ღვთის კურთხევით და ღვთის ძალით ყოველი მოციქული მოიკრიბა დედამიწის იმ დროინდელი მსოფლიოს ყველა კუთხიდან და მოყვანილ იქნა სიონის ქორეცზე, სადაც სასიკვდინე სარეცელზე იწვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი. 5 მათგანი, როგორც უკვე ვახსენეთ, უკვე შესვენებული იყო მოწამეებით აღესვა დრეთით აღადგინა საგანგებო. გვასწავლის ეკლესია და თავად უფალი მისი მოციქულები და წმინდა მამები ერთმამა რომ უკანასკნელ შანს საყოველთაო აღდგომა მოხდება განშად ცოცხალთა და მკვდართა, მაგრამ როგორ უყვარს თავისი ყოვლადწმინდა დედა და რა დიდი ძალა აქვს მის ლოცვას, რომ აქამდის, მანამდის, მეორედ მოსვლამდის, საყოველთაო აღდგომამდის და განკითხვამდის 5 მათგანი უკვე აღადგინა მკვდრეთით. და უადრეს ამ მოციქულთა მეგობარი თვისი ლაზარე, როგორ უყვარდა ლაზარე, ამასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ ყველა მოციქულზე ადრე უწოდებს მას მეგობარს. და ლაზარე გახდა ფორმალური საბაბი, რომ ათონის და გამხდარიყო ღვთისმშობლის წილხდომილი. ათონი, რომელზეც პირველ მოსახლენი განდეგილი ბერები იყვნენ იბერიელი ბერები, მამები. ამას ბერძნული სამყარო აჩუმატებს და ეს ასე იყო სინამდვილეში. ეკლესიის ისტორიამ შემოგვინახა, რომ პირველი მოსახლე ბერები ღვთისმშობლის წილხვედრა ათონზე ღვთისმშობლის პირველი წილხვედრიდან იყვნენ ივერიიდან, ანუ საქართველოდან. ამას როდი ვამბობ ადამიანური სიამაყით. უბრალოდ მინდა ჩემს თავს და თქვენ საწოდავებს გაგახსენოთ, რანი იყვნენ ჩვენი წინაპრები და რაში ხედავდნენ ისინი სიხარულს და რისთვის ეწირებოდნენ. დღეს აღარც ღვთისმშობლის წილხვედრის საქართველო ჩვენი სამშობლო გვინდა, აღარც სულის ხონება, არც მომავალის სიტყვოება და სასუფეველი. რა გვინდა? მე ამაზე პასუხს არ გაძლევ, ძალიანაც კარგად იცით რაც გინდათ და რასაც ჩადიხართ. არაფერია. დე ცოდვილი, ჯერაც ცოდავდეს, ამბობს უფალი საუკუნეთა მიღმიერიდან, ესაიას პირით. დე მართალი, ჯერაც სიმართლეს იქმოდეს, მაგრამ ეს დაუსრულებლად არ გაგრძელდება. მოვალ დიდებით მამისა ჩემისაითა განშად ცოცხალთა და მკვდართა. თითოეულ მოციქულს დედა ღვთისა მოუხმობდა და უსმენდა ვისად როგორი ქადაგან ქადაგებს. ამის შემდეგ ლოცავდა, ნათქვამია შეიტკბობდა, რა კარგი ღრმა სიტყვაა ქართული, შეიტკბობდა, ანუ დიდ სითბოს და სიყვარულს აჩვენებდა და ამბორს უყობდა. ამბორის ყოფაც ჩინებული საფთისმეტყველო სიტყვა და ვივიწყებდა ვანაგვიანებ დღეინდელა დღემდის ქართულ ენას, რომლითაც წუთის ოფელი უნდა განიკითხოს უფალმა. ამბორის ყოფა ძველი ქართული მნიშვნელობით ნიშნავს სულიერ კოცნას. კოცნა უბრალოდ, ანუ ტლაშანტულში, როგორც რუსთაველი იტყოდა, ეს არის გულისთქმიანი ლოცვა. სიძვის გულისთქმით, რომ აკოცებს მაგალითად მამაკაცი, დედაკაცი. დღეს უფრო შორს ავედით. ქალი ქალს, კაცი კალს. სოდომიტები გულისთქმით, მაგრამ არსებობს ღვთაებრივი სიტყვა ამბორი. ესე იგი ღვთისმშობელი მარიამი როცა დალოცავდა, შეიტყობდა, ამბორის უყოფდა, ანუ იამბორებოდა. ეს მათთვის იყო უდიდესი სიხარული. უბრალოდ სიხარული კი არ იყო როგორც ასეთი მხოლოდ მოციქულები, როცა შეიტყობდა და ამბორის უყოფდა, მადლი ეძლეოდათ ამ გზითაც. ჩვენ ღვთისმშობელ მარიამის მაგალითად წმინდა ხატებს რომ მირო მდინარია ეს, ზეთის მდინარია, სისხლდინარია თუ რომელიც არ იყოს, რომელი ხატის და როგორ მდინარეც არ უნდა იყოს, თუნდაც არც ერთი იყოს, არც მესამე, ნაკურთხი იყოს, ამ კურთხეული ხატიდან სული წმინდის მადლი გადმოდის ადამიანს. ყველა ეკლესიური საშუალება მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, გვასვას წყალი, რომელზეც უფალმა უთხრა სამარიტელ დედაკაცს, გასმებ წყალს და არასდროს მოგწურდება. ანუ დაგვარწყოს სული წმინდის მადლით ამ სულიერი წყლით. და ბოლოს განოჩნდა ღვთივდიდებული პავლე, მწვერვალი მოციქულების, ყველაზე უკანასკნელ მოიყვანა ღრუბელმა, ღვთისმშობელ მარიამთან, თავის მოწაფეებთან, დიონისე არეოპაგელთან, ღვთიურ იოროსთეოსთან, ტიმოთე მოციქულთან, ლუკასთან, კიტესთან და 70-დან მოციქულების ნაწილი უშუალოდ პავლე მოციქულის მოწაფეები იყვნენ. მან მოწაფა მისი სულიერი შვილები იყვნენ და უახლოესი ადამიანები, გარდა მაგისა მოსაგრენი, თანამქადაგებელნი და ღვთის სიტყვის მსახურები, მოკლედ რომ ვთქვათ. განსაკუთრებული სიყვარულით შეიტყო ღვთივდიდებული პავლე ღვთისმშობელ მარიამს. რატო?
მან ერთ-ერთი ყველაზე მეტი სიყვარული გამოიჩინა ქრისტესი. ენების მოციქულია, ანუ ერების მოციქული. რატომ შეარქვა ეკლესიამ? ყველაზე მეტი ტომი ერი და ქვეყანა პავლე მოციქულმა მოიწოდა. ეს ის პავლია საყვარელო, რომელიც ყველაზე მძიმე ავადმყოფი იყო ავადმყოფთა და მოციქულთა შორის. ეგ არის საკვირველი. ყველაზე ავადმყოფმა ყველაზე მეტი მოუმოწაფა ქრისტე მაცხოვარს. ამიტომაც განსაკუთრებული სიყვარულით შეიტკბო დედა ღვთისამ მოციქული პავლე და ამბორის უყოფთა მას. დაიდადგა შამის სანატრელი. ხორცთაგან განსვლისა. ჩვენ გვეშინია ღვთისმშობელი ხარობს. ტირიან მოციქულები ღვთისმშობლის მიძინებაზე, მაგრამ თან უხარის. ამაღლდებოდა ქრისტეზეცად მაშინაც ტიროდნენ და უხაროდათ. გახარებულები ჩამოვიდნენ. რატომ და რისთვის ამის გაანალიზება შემიძლია. თქვენთვის დამეტოვებია ძნელი არ არის მიხვდეთ. რა ამწუხრებდათ და რა ახარებდათ. თავად ქრისტეს კი არათუ ღვთისმშობელი მარიამი და მოციქულები ტიროდნენ და უხაროდათ. იცოდა თავად ქრისტემ რომ ლაზარე სიკვდილი უნდა დაეშვა. გვამსაც კი გვამის სუნი უნდა დაჰკრო და მეოთხე დღეს, მაგრამ როდესაც დები ნახა ბეთანიის საზღვრებთან, უდაბნოდა როცა დაბრუნდა გენესარეთისა და შემოეგებნენ, შენ რომ ყოფილიყავი უფალო, შენი მეგობარი ლაზარე, მათაც გაიმეორეს რომ მეგობარია. მეგობარი უძველეს დროში უწოდა აბრაამს, მამათვთავარს. აქ ლაზარეს რაოდენ დიდი წმინდანია განსაჭირო. სხვათა შორის ლაზარე ბერძნებმა უთხრეს ჩვენს ერთ მიტროპოლიტ ზოსიმეს, როცა კვიპროსზე იყო მომლოცველობით, იცით რომ წარმოშობით იბერიიდან იყო, იბერიელი იყო ლაზარეო. იქნებ ქებაი და დიდებაში ივანე ზოსიმე და ეს არ არის მისი ორიგინალური წინასწარმეტყველება. ეს წინასწარმეტყველება და გადმოცემა წმინდანინომ შემოიტანა საქართველოში ღვთის სიტყვის ქადაგებასთან ერთად. იმ დროიდან მოდის ივანე ზოსიმებს სინაში რომ მოღვაწეობდა ქართველი ბერია, უბრალოდ თავი მოუყარა ყველამ გადმოცემას და ჩამოხნა ცნობილი საეკლესიო ძეგლი ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა. აქ მარტო ენა არ იგულისხმება, ტომი ერი იგულისხმება, რომელიც ღვთისმშობლის წილხტომილია, შვილობილი არის. ხოლო ჩვენ ვითარცა პირუტყვი მოვწყდებით. გავრვივად ღვთისმშობლის სამშობლოდან, გვეჯავრება საქართველო, სულისხონებაზე უბრალოდ გვეღიმება უკეთეს შემთხვევაში თუ არ ვიგინებით და ენა ვბილწოვთ. აი ასეთები არის. რა ვაზვიადე ჩვენთან ბრძოლა და კამათი ქართველებთან, პატრიოტებთან, ეკლესიურებთან ძალზე დადვილია, ხოლო ჭეშმარიტებასთან ყოვლად შეუძლებელი. და თუ ღვთისმშობელ მარიამს გმობენ და ზულობენ, ვინ გაამართლებთ ქრისტეს სამჟავროსი? მაგრამ მათ არც ქრისტეს ისა, არც ღვთისმშობლის სიყვარული აქვს დარწმენა. თქვენი მამა ასეთებს 20 საუკუნის წინათ უთხრა ჯერ კიდევ ქრისტე არის მამონა, რომელიც კერპი იყო ვერცხლის მოყარეობის, ფულთ მოყარეობის. აი მათი ნამდვილი მამა, რომელსაც ბიძია სემის ხელიდან იღებენ დღითი დღე. ისინი ეტლებითა და ისინი ხუნებითა ამ ყველაფრით, რაც აქვს მათ ხელში. ხოლო ჩვენ სახელითა ქართველო, თისა ჩვენისა და აღზგებით და აღვემართენით. ჭიდროდ დავდგეთ დედა ეკლესიის, ქრისტე მაცხოვრის, მისი ყოვლადწმინდა დედის საფარველის ქვეშ. ჩვენი ძლევა შეუძლებელი იქნება. რა იმიყოს მე კაცმან? ამას პავლე ადამიანური სიქადული დროდი ამბობდა. ეს დაუძლურებული მოციქული, ხორცი დაუძლურებული, არამედ იმ სულის სიმტკიცით, რომელიც ღმერთმა შთაბერა სარწმუნოების ყვალობაზე და ჰქონდა მას იმდენად ცოცხალი რწმენა, რომ სიცოცხლეში იგემა სამოთხე. ოღონდ არ ვიციო, ისე თავდავიწყებაში ჩავარდა ნეტარებისაგან, მხოლოდ სულით ვიყავი იქ თუ ხორცთაშინა, ანუ სხეულით. ეს ღმერთმა იცისო. მას დადგარა სანატრელი ჟამი ღვთისმშობლისთვის და ყველა წმინდანისთვის და მორწმუნისთვის სანატრელი წამი ხორცთაგან დახსნის ამ დროებითი მიწიერი სახლიდან, როგორც პავლე მოციქული უწოდებს, და წუთი სოფლიდან მოულოდნელად სულერთიანად განათდა ყველაფერი. წაიშალა, ჭერი აღარ იყო. სხვენი გაუჩინარდა ნათელში. ჩანდა ნათელში მხოლოდ 900 ანგელოზების, 900 წმინდანების, რომელიც გარდა მოვიდოდნენ ზეცით გამო დედამიწაზე. აი აქ სადაც ღვთისმშობელ მარიამი ესვენა სასიკვდინეს სარეცელს და ბოლოს გარდა მოხდა უფალი დიდებისა ქრისტე მაცხოვარი ჩვენი, რომელმაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უწმინდესი სული მიირქვა ხელში ატატებას, გულში ჩაკვრას ნიშნავს վել ქართულად, ესე იგი მიირქვა თავის უხსნელ და წმინდა ხელებზე და ანგელოზთა საგალობლებით აღამაღლა ზეცად ლამპრებითა და კელაპტრებითა, საკმევლებითა
გაოგნებული, თავდავიწყებაში ჩავარდნილი მოციქულები, რომელსაც უამრავი სასწაულები, თეოფანიები ენახათ, გამოცხადებები, თავად დიდი მადლი ჰქონდათ, კურნალობდნენ, განაცხადნენ ეშმაკელს, თვით ისინი მოხიბლული იდგნენ და შეყურებდნენ ამას, შეყურებდნენ თლად ის სიტყვა არ არის, ცოტა უხეშია ამ მოვლენისთვის. უჭრეტდნენ, შრეტდნენ, როგორც ძველ ქართულად იტყვის. ესე იგი, განიხილავდნენ და ტკბებოდნენ სულიერად. იმით რაც ხდებოდა, რადგან ეს ყოველივე ხდებოდა იმ ნათლით, რომელმაც გაანათლა. ეს ის ნათელია, თაბორისეული ხელთუქმნელი ნათელი, რომელიც პეტრემ და ძმებმა ზებედესებმა თაბორის ღვთისმწვერვალზე იხილეს ქრისტეს ფერი ცვალებისას. როდესაც გონს მოეგნენ, ეს არის მნიშვნელოვანი დავიმახსოვრე. როცა გიყვარს რაიმე, მათ შორის წმინდანი და როგორ არ გვიყვარდეს ზედა ღვთისა, ყველაფერი ცნობის წადილს იწვევს მასში. რა ფერის სამოსელს ატარებდა, როგორი იერი ჰქონდა, როგორი გარეგნობა, რა ჩვეულებანი ჰქონდა, ის ხომ ადამიანი იყო, რა ადამიანური ჩვეულებანი ჰქონდა, იყო ძალზე დინჯი, ტკბილმოსაუბრე, ნაკლებად საუბრობდა, მაგრამ როგორც პავლეს დიდებული მოწაფე დიონისი არეოპაგელი ამბობს, როდესაც ბაგეს განახვავდა, ესე იგი თაფლი და გოლეოლი მოედინებოდა მისგან, გატკბობდა, გათრობდა. და დიონისი არეოპაგელი, რომელიც უდიდესი და ერთ-ერთი უპირველესი ღვთისმეტყველია, ღვთივდიდებული პავლეს მოციქული, რომელსაც თეოფანიები გამოცხადებია არაერთი მის ღმერთმა, რომელსაც დაგვიწერა ტრაქტატი ზეციმურ იერარქიაზე ანგელოზებზე. პავლეს მისწერა ღვთისმშობელთან პირველი შეხვედრის შემდეგ. ჰოი პავლე, შენ რომ არ გექადაგა რომ ქრისტია ღმერთი, მე ასედაც ღვთისმშობელ მარიამს მივიჩნებდიო. წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც ლიტონი კაცი კი არა, გაუნათლებელი ტლუ და სხვა უწმინდური. უწმინდესი ადამიანი უდიდესი შთაბეჭდილებებით მისწერს თავის მოძღვარს, რომელიც სიცოცხლეში იყო 60-ში და მას მისწერდა ამას. თოი პავლე, შენ რომ არ გექადაგა რომ ქრისტია ღმერთი, მე ასეთად ღვთისმშობელ მარიამს მივიჩნებდი. რა სიტყვოება ელოდებათ ადამიანებს, რისთვის არიან მოწოდებული და როგორ ცხოვრობენ, რაში ცვლიან მარადიულს. ეხლა იტყვის, ხალ რა იქნება, როგორ იქნება, აქვე ტკბები მე. აი ახლა მე რომ თქვენთან ვსაუბრო და ვცდილობ ნიუანსები ჩემი განცდებისა, ამ მოვლენისა უფროსურად გადმოვცე, მართალია ენა უძლოა, ქართული ენა სასავით ღრმა არის, არ მყოფნის საშუალებანი. ტკბები მიხარია. მე შემილია ვთქვა, ჩათვარეთ რომ ხიბლში ვამბობ, სასუფეველში ვარ ახლა. ჩემი სული, გული, ყოველი ნასხამი, მთელი ჩემი არსება დაპყრობილია ღვთისმშობელ მარიამის სიყვარულს. ამადაც გამიგრძელდა სიტყვა და არ მინდა დავასრულო. როცა ვაქებ, როცა ვქების მეტყველებ, როცა ძალისაებ რომ ღვთისმეტყველებ ღვთისმშობელზე, მეს დიდ სიხარულს მანიჭებს, დიდ სითბოს, სიტყვუებას, ნოგეშს. აგი დავიწყე და ტირილი მომერია ყელში საყვარელო რომ მეც ჯურღმოლებიდან მიწიერი მძიმე ცხოვრებისა მოვედი ამ ტაძარში. დიდი განცდებით, განსაცდელებით, მოყვასისგან, შორებლებისგან, ტრებისგან. მოდი ცოტას გადავხებ, თუ მთლად ხიბლიანობას არ მიაწერთ. კვირის წინ საცდელად დავდე YouTube-ში რამოდენიმე ქადაგება. ამას ძალიან დიდი ხანია და ბევრი ითხოვდა. ერთი მათგანი მაგალითად 60 დღეში უკვე 5000-ზე მეტმა მოისმინა. კომენტარები, უდიდესი უმეტესობა არის აღფრთოვანებული. მაქებს, ლოცავს, მესიყვარულება, სიტყვოს მიზიარებს და მთხოვს რომ ხშირად დავდოთ, თუ შეიძლება ყოველ დღე. და ასე შემდეგ. მამხნევებს ეს მჭირდება უეჭველად სიბერეში და განსაცდელებში. მე ახლა ამას პატი მოყარეობიდან გამომდინარე, ან დიდების კი არ ვამბობ. ადამიანი ვარ, მე მჭირდება გამხნევა. მე ცოდვილ ქრისტე მაცხოვარს დაშირდა, როდესაც გეციმანეს ბაღში წინა სასიკვდინე ბრძოლები, რომ მქონდა სამი უახლოესი მოწაფე გაიყვანა და არა უბრალოდ გაიყვანა, სიტყვიერად უთხრა, იფხიზლეთ ჟამ ერთ. მანამდე რამდენჯერმე უთხრა, ძეკაცისა უნდა მიეცეს. რა სიტყობდა? ნოგეშინის სემას, გამხნევებას, გამხნევეს ეწინათ ტკბილად. მოდი რომ განვიკითხავთ მოციქულებს, ბაჭი, ჯერ კიდევ იყო ბევრი ადამიანური, მეტისმეტად ადამიანური, ჯერ სული წმინდა არ მოჰფენოდათ მას და გარდა მაგის ადამიანებთან დაღლილები იყვნენ, სამწლით ნახევარი ქრისტე ერთად მიმოდიოდნენ, ქადაგებდნენ. ერთ უბრალო ელემენტარულ რაც მეზე შეგახედებთ. გენესარეთის ტბა, უამრავი 5000-ზე მეტი გარდა დედების ბავშვი, დამშეულები, მწვრვალები, პაპანაკება სიცხეში, შვებას ნუგეშინის სემას ელოდება, ქრისტემ ეს ნუგეშინის სემა მისა. უბრძანა მოციქულებს, რომ თქვენ დააპურეთო. ვატოთ დღეს რომ აქ 5 პურიც 2 თევზის გარდა არაფერი გვაქვსო. ესე იგი რწმენა არ აღმოაჩნდათ. კი ჰქონდათ 5 პური 2 თევზი და 5000 პირდაპირ გაგებით არ ეყოფოდა, მაგრამ რწმენა არ ჰქონდათ. აი ამის მაგალითი მისა ქრისტემ, სიყვარულის და რწმენის.
მაშინ უბრძანა დაასხითო ეგენი უდაბნოში. ერგასი 50 ასასი დასხეს. შემდეგ ქრისტე მოიღო 5 პური და 2 თევზი, რომელიც ბავშვს აღმოაჩნდა უდაბნოში, აღაპყრა თვალები ზეცად, ზეციური მამ ილოცა, აკურთხა და განამრავლა. ოღონდ წმინდა მამკითხოს მაგრამ ვის ხელში მრავლდებოდა ქრისტესიო, როცა სტეხდა და აძლევდა თუ მოციქულების, ეს არ არის გამოკვეთილი და არც არის არსებითი. ქრისტეს რწმენისა და ლოცვის ნაყოფი იყო, რომ დააპურა 5000-ზე მეტი. სათქმელად დადვილია. აბა თქვენ წარმოიდგინეთ, პაპანაკება სიცხეში თავადაც დაღლილებმა მოციქულებმა დასხეს 50-50, როგორი ყაყანი ხმაური და ასე შემდეგ იქნებოდა, დასხეს ყველა ესენი 5000-ზე მეტი და იქ ბავშვები და დედებიც იყვნენ და მერე ქრისტესთან მიდიოდნენ, იღებდნენ პურს და თევზს და მიქონდათ. ზოგი ახლოს იყო, ზოგი შორს მოხვდა იმ რამოდენიმე ათასეულიდან. მთელი დღის განმავლობაში მიმოდიოდნენ და მიქონდათ და მოდიოდნენ. მერე უბრძანა უფალმა ნამუსრევი შეეკრიბათ და შეკრიბეს რამოდენიმე სფირიდი. უბრძანა არ გადაეყრა, რატომ ნაკურთხი იყო. ჩვენ კიდე არც პურის მადლი ვიცით და არც იმისა რომ უფალი გვაძლევს და ჩვენ საკუთარ თავს მივაწერთ და ნაგავში ვყრით ამ ყველაფერს. ან ძაღლებსა და რას არ უწილადებთ ადამიანისთვის გვეზარება მიცემა. ან გძულს ადამიანი, რადგან ყარს გლახაკი, ხოლო ძაღლები და კატები უმაღლეს დონეზე ყავს მოვლილები. შამპულში დაბანილები და სხვადასხვა ნელსაცხებლები, ცხებულები. სეირნობას არ ვაკლებთ, გასეირნებას, გამოსეირნებას. ახლა ხარ მინდა მოყვე ამ კარიკატურულ სულაც აღარ მინდა დაუბრუნდე ამ ამაღლებული გრძნობები და რა ხდება დღეს ადამიანებში. მოკლედ რო თქვა და გასაგებად, ცოლისგან გამოგდებული ძაღლებს ასენებ დილადრე და კუკებს ხვეტავენ ქუჩაში. ლომებს ვებრძოდით. ჩვენი მამულისა და სარწმუნოების და დღეს ძაღლის კუკებს დავდებთ. ან უცხოეთში ღამის ქოთლები გაგვაქვს და გამოგვაქვს. გაჭირვებულებს არაფერს ვეს გაჭირვება წაიღონა. მადგა რომ ნაწილი ფუფუნების გამო წავიდა, ეგერ ჩვენ რეალში ერთი ორი არის ბინები იყიდა, პაპიდაშვილს, დეიდაშვილს, ვიშვილს ყველას უყიდა, მორთო მოკასმა ავეჯით. ველნები შილო გეყოფა. ასაკიც მოგემატა, ცხოვრება გადის და რაში გადის მეთქი შენი ცხოვრება დაბრუნდი სამშობლოში. შენ და შენაირები რომ მიდიხართ, აფრო აზიელები შემოდიან და სხვა ჯიშისან და იკავენ საკითხულობენ. მათ შორის ებრაელობა ძალიან ინტენსიურად ყიდულობს. საუკეთესო მიწებს. იცოდეთ, როცა ქართველები გამოიჩვრიტავენ თვალებს, როგორც ეს მოხდა აფხაზეთში და სამაჩაბლოში და იკითხავენ, როგორ მოხდა რომ დაკარგეს, იქ უკვე გვიან იქნება კითხვები. ჩვენ დავდგებით შედეგების წინაშე. ჩვენი უგონურების და ჩვენი გულგრილობის. მოკლედ თიშობელმა მარიამმა მიიცინა. მოციქულები ძალზე დგვიან მოეგნენ გონს. მთელი ღამის განმავლობაში 5 შაბათი დღე იყო, როცა მიიცინა თიშობელმა. მთელი ღამის განმავლობაში განთიადამდე ისინი ლოცულობდნენ. შემდეგ სიონის ქორეტიდან გადაასვენეს გეცამანიაში. აქ დაკრძალეს აკლდამაში, რომელიც მისი მშობლების იყო, საგვარეულო. ქონდა სიხარული ამას სალკია მოგითხრობთ, თუ არ დაკალეთ, ყოფილიყავე ამ აკლდამასთან და ამ აკლდამაში. ენითა უწერელი განცდები დამეუფლა. არანაკლები ალბათ თავ დავიწყება, ვიდრე ქონდათ იქ წმინდა მოწაფეებს მიძინებისას. რატომ დარისთვის მოგაგონებთ. მერმე შაბათს დააყენეს საღვთო ლიტურგია. ყოლა წმინდა ღვთისმშობელ მარიამის სახელზე უსის კონსვერტში აზიარეს ქრისტეს პირველი მოწაფეები, ვინც იქ იყო შეკრებილი. მერმე წუხრიდან მთელი შუაღამე ლოცულობდნენ. ერთ-ერთი გადმოცემით შუაღამისას შივრებს დაღლილ და კანცულებს ამდენი განცდების შემდეგ ჩაეძინათ განთიადისას, როცა ყველაზე მეტად უჭირს ადამიანს ფხიზლობა დილის 4 საათიდან და ერთ-ერთი გადმოცემით ამ დროს მოხდა მიწისძვრა აკლდამაში, სადაც ისინიც იყვნენ და ღვთისმშობელი მარიამი აღს გამკვდრეთით და ხორცთა შინა ამაღლდა ზეცად. აქაც დაასწრო საყოველთაო აღდგომას, ვიდრე ღვთისმშობელ მარიამს განსაკუთრებულად უყვართ დედაითვისი. მეორე გადმოცემით, როცა გაიღვიძეს, დაინახეს ღვთისმშობელი მარიამი, რომელმაც ანუგეშა და როგორც მისმა ძემდამ ღმერთმა ამაღლებისას აღუთქვა, რომ საუკუნეთა დასასრულამდე მათთან იქნებოდა. ყოლა წმინდა ღვთისმშობელი არის ქრისტეს წმინდა ეკლესიის, მისი წმინდა მოწაფეების, მორწმუნეებლის ქრისტეს ერის საფარველი. შემოვედით ყველანი ამ საფარველქვეში. უძლებელია ეს საფარველი. ყოველნაირი განსასწრებისაგან დაგიცავთ და დაგიფარავთ. იგი გამოგრჩა გვეთქვა არსებითია. როდესაც გეცამანიაში მიასვენებდნენ, მოხდა ესეც სასაული ურიები კბილებს აღჭენდნენ ქრიშობლისა და ქრისტეს მოწაფეების ხილვაზე და სურდათ, რომ გამოეტაცათ მისი ყოლაწმინდა სხეული ცეცხლში დაეწვათ. განსაკუთრებული დამცირების მიზნით ეს მოსეშული
თვითშოდვა თითლებოდა და სირცხვილად დაეწვათ გარდაცვლილის გვამი იუდეველისა. აი ერთი მათგანი ყველაზე უფრო როგორც ჩანს თავხედი და გლისპი გამოეყო ურიებს და რა მოხდა, რა კი გაიწიეს საამისოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხედრისკენ, რომელიც მოციქულები მიასვენებდნენ გალობითა და საქმებლებით, ღმერთმა ნიშსასწაული მოახდინა, ნათლის ღრუბელი დაუშვა, ურიები ვერავის ვეღარ ხედავდნენ, მაგრამ ესმოდათ საგალობლები, ფეხის ხმა, თუმცა ვერავის ხედავდნენ. ერთი მათგანი გამოეყო ურიებს სახელად ათონაი, ხმაურისკენ გაიქცა, შეძვრა და როცა შევიდა ღრუბლში, დაინახა ღვთისმშობელ მარიამის სარეცელს და ხელი ჰკიდა, რომ ცხედრიდან გადმოეგდო. ამას ქვია არაწმინდა კადნიერება, სიგლისპე, სიცოფემდე მისული. მოხდა სასწაული. ზეციურმა ანგელოსმა ორივე ხელი ამ კადნიერების მოქმედი მოჰკვეთა. ეს არ არის ყველაფერი. ჰაერში დაეკიდნენ ხელები. ეს რომ ადონაი იხილა და დაიხედა გადაჭრილ ხელებზე, საიდან სისხლი შქებდა, შეშინებული პირქვე დაემხო და ატირდა სინანულით. მოციქულებმა შეაჩერეს სხედარით, დაასვენეს, დაიჩოქეს და თავად ღვთისმშობელ მარიამს ხობდეს, რომ ამ უმეცრისთვის ეპატიებინათ ეს სიწმინდე კრეხელობა. ღვთისმშობლის ლოცვით მეხსეულად არა დროთა განმავლობაში აღუდგა ხელები. ისევე აღუდგა, მიეკრა, როგორც მოეკვეთა. ისე რომ ადგილიც კი არ ემჩნეოდა, თუ ოდესმე მოკვეთილი ჰქონდა. ათონაი იმ დღიდან ქრისტეს მოწაფე შეიქმნა და ღვთისმშობლის სასუებელი, ანუ მოიმედე. მას ესე იგი, როდესაც იქ შაბათს შემდგომად ლიტურგიისა წუხრიდან შუაღამემდე ლოცულობდნენ, ეს ხილვა იხილეს და აღუთქვა ღვთისმშობელმა. არსებობს ასეთი გადმოცემაც, როდესაც შინ დაბრუნდნენ მესამე ღამეს, შერწყურვალები და დაღლილები და ტრაპეზს მოუსხდნენ, მოულოდნელად მათ ჰაერთაზე დაიხილეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი. მათ ჩვეულება ჰქონდათ ქრისტეს მოწაფეებს, ქრისტეს ამაღლების შემდეგ ტრაპეზთან როცა ჯდებოდნენ, როცა მოხდებოდა რომ ერთად შეიკრიბებოდნენ, სუფრის თავში ქრისტეს უტოვებდნენ ადგილს და პურს დებდნენ მისთვის. ამჯერად ღვთისმშობელი მარიამი რომ დაინახეს, აამაღლეს ეს პური, რომელიც ქრისტეს მისი ძისა და ღვთის სახელზე ჰქონდათ გადადებული, ყველამ ერთხმად, იმიტომ რომ ერთი სულის წმინდის მოქმედების ქვეშ იყვნენ, წამოიძახეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, მაცხოვნენ ჩვენ. პანაღია არის ბერძნულად ყოვლადწმინდა. აქედან მომდინარეობს მონასტრული წესი პანაღიისა. მონასტრებში, როდესაც დასრულდება ტრაპეზი, ბერები აამაღლებენ პურს, რომელიც მაცხოვრისა და ღვთისმშობლის სახელზეა და ყველა ერთად შეძახებენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, მაცხოვნე ჩვენ. ჩვენი ერიშვილები უწინ დიდად ღვთისმოსავები ვართ. ყველაფერში ეკლესიას ბაძავდნენ. ლოცვისა და ეკლესიის გარეშე არაფერს იქმოდნენ. მახვილის კურთხევის ლოცვა, ზარის კურთხევის, სახნისის, მარცვლეულის, თლობის რთველი რო იწყება, არც ერთ ნაბის არ დგავდნენ ყოფა ცხოვრებაში ლოცვისა და ქრისტეს ხსენების გარეშე. ამა თუ წმინდანებს მაგალითად წმინდა მოწამე ტრიფონი იყო ველმინდვრების და მოსავლიანობის მფარველი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ მთელი მათი ცხოვრება, ყოფა ცხოვრებაც კი გაშღენთილი იყო ღვთისმოსავების სულით. აი ჩვენმა წინაპრებმა მონასტრის ეს წესი გადმოიღეს ერში. როდესაც სუფრაზე ხდებოდნენ, პრაქტიკულად ეს სუფრა სადღეგრძელოები იყო ღმერთის სადიდებელი. იწყებოდა ღმერთის დიდებით, კერძოდ ამ საგალობლით. ქრისტეშობისა პირველი ჭიქა ეს იყო დიდება იმ მაღალთაშინა ღმერთსა ქვეყანასა და მშვიდობა კაცთა შორის. ამ საგალობლში მისტიკურად ჯვარი გამოისახება. ანუ ქრისტეს ვნებას იგონებ, ესე იგი ნუგეშინის სემისთვის საჭმელ სასწველად ხდებოდნენ და მაშინაც კი ქრისტეს ხნელ ვნებებს იხსენებდნენ. აქედან მოდის მას წესი, მერე ესე იგი ფაქტიურად მშვიდობიანი კვერექსი ითქმებოდა. მეფეს ლოცავდნენ, ერს, ეკლესიას, პატრიარქის წინამძღოლობით, მშვიდობისათვის იტყოდნენ, მიცვალებულთათვის და ბოლოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წესს აღასრულებდნენ. ნამდვილი ქართველი და ღვთისმოსავი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ აღარ სვავდა იმ დღეს სუფრასთან არაფერს. ეს კანონივით იყო, დაუწერელი კანონი იყო. რამდენი კარგი ჩვეულება იყო და ყველაფერი ეს მოიშალა. რა შემოდის? ბოტოქსი, ტატუირება, სოდომი. აი, რამ ჩაანაცვლა ღვთისმსათნო ცხოვრება ქართველობისა. და არა მარტო ქართველობისა, მაგრამ ჩვენი მკვდარი ვიტიროთ, როგორც იტყვიან ხოლმე. ღვთისმშობელ მარიამზე მეხუთე საუკუნის წმინდა მამა, იერუსალიმის პატრიარქი იუვენალი წერს, რომ უძველესი და პატივსაცემი გადმოცემა არსებობს ღვთისმშობელ მარიამის ცხოვრებაზე. იქიდან საზრდოობთ და სარგებლობთ ჩვენ. მერმე ბასილი დიდსაც, კაბადოკიელ ქართველ დიდ მამას, ასევე აქ აღწერილი ღვთისმშობლის მიძინება.
სხვათა შორის ახსენებს, რომ ჩვენ როგორც საზეპურო ერს. მერმე ესე იგი მე-14 საუკუნის ღირსმა მამამ ნიკიფორე კალისტამ ყველა წმინდა გადმოცემა და ჩანაწერები, რაც კი არსებობდა ღვთისმშობელ მარიამზე, ერთად შეაგროვა, თავი მოუყარა და სიკეთე დასდო ჩვენს ეკლესიას. სურს ღვთისმშობელი მარიამი არის რა უდიდესი ძალაუფლების მქონე, ხელმწიფების, վել ქართულად რო ვთქვა, ღვთისაგან დაჯილდოებული. უამრავი ნიჭით, სათნოებით, ქადაგებაში გვისაუბრია თუ თავმდაბლობაზე, თუ მართლმოყვარეობაზე, თუ მოწყალებაზე, თუ ლოცვაზე, რომელთაც განითქვა ღვთისმშობელი მარიამი, ფერად-ფერადი სამოსელივით რომ შეუმოსავს, როგორც დავითის ფსალმოშია მასე წინასწარმეტყველები, დასდგარა მარჯვენით ღვთისა და ძისათვისისა, როგორც იქვია წინასწარმეტყველება, ამავე დროს მას მიეცა ხელმწიფება ვერმონოზონთა ზედა. ღვთისმშობელი მარიამი არის ვერმონოზონთა სახე. მართალია როგორც ესეთი სქიმაში, ანგელოზურ სქიმაში არ აღუკვეციათ, ეს მაშინ არ იყო. მერმე დამკვიდრდა ერთი მათგანი ავტორი ამ სქიმის არის ხსენებული ბასილი დიდი. ბენედიქტე ევროპაში და ფრანცისკო და სხვები. ეს მოგვიანებით და ზოგი მათგანი მწვალებლური იყო. მოკლედ, ღვთისმშობელი მარიამი როგორც არ არსებობდა რა მაშინ, როგორც ესეთი ანგელოზის სქემაში არ აღუკვეცად, ანგელოზურად ცხოვრობდა სიყრმიდან. ტაძრად მიყანება სულ ცოტა შობას, ხარებას. არაერთის მომიგონებია მისი ანგელოზური ამაღლებული ცხოვრების წინაშე. ჯერ როგორ მიეცათ, ლოცვის ნაყოფი იყო და მოწყალების, მისთა მართალთა მშობელთა იოაკიმ და ანასი. დაბადებიდანვე აღუთქვეს ღმერთს და 3 წლის და 4 წლის ასაკში აღასრულეს. სიბერეში ნანატრიშვილი მიეცათ, მაგრამ როგორი ღვთისმოშიშები იყვნენ, რომ გულიდან მოიწყვიტეს და შესწირეს ტაძარში ღმერთს. თუმცა დროდადრო მივიდოდნენ სანახავად და შესატკბობად თავიანთი ერთადერთი ასულისა. წმინდათაში იზრდებოდა. ანგელოზები ეზრახებოდნენ, არა მარტო გაბრიელი, სხვა ზეციური ძალები განაბრძნობდნენ. მთელი დღე იყო წმინდათაში საკურთხეველში. რას აკეთებდა? კითხულობდა, ან ლოცულობდა, ან ღვთიურ საგნებზე ფიქრობდა, რაც ლოცვის ტოლფასია, ჭვრეტა სულიერი საგნებისა. როდესაც საღამოშამს გამოდიოდა და მისთვის მიჩენილ სენაკში, რომელიც ტაძრის კედელში იყო, რამდენიმე ათეული იყო, სხვებიც იყვნენ შეწირული ტაძრის მიმართ, იქ რამოდენიმე საათს, 3-4 საათს ატარებდა მხოლოდ ძილში. რა შამდა? ადამიანური საზრდელიდან არაფერს. როგორ? რაც მას ეკუთვნოდა ულუფა, გლახაკებს და ქვრივობებს მოწყალებაში აძლევდა. თვითონ როგორ არ ჭამდა? კი, იმიტომ რომ ხორცი ესხა. როდის? როგორ? წმიდათაში თავარანგელოზი გაბრიელი მიუტანდა საზრდელს. გიკვირს საყვარელო. აგე ბევრად დაბლა სიწმინდი, თუმცა დიდი წმინდანები არიან. პავლე თებელი, შიომ ღვიმელი, გერასიმე იორდანელი, დავით გარეჟელი. როგორ ყვებავდა ღმერთი მათ? ერთს ყვავით, მეორეს ირმით, სხვას ლომით და ასე შემდეგ. ხოლო ღვთისმშობელ მარიას როგორც ზიაღმატებელს, არა თუ ამ წმინდანებზე, არამედ სერაბინ ქერაბინებზე, თავარანგელოზი გაბრიელი ასაზრდოებდა. მისი სულიც, ღვთისმსულიერი ცხოვრებით, წმინდა წელის კითხვით, გამოცხადებით ანგელოზებთან ზეციურ საგნებზე საუბრი და ასე შემდეგ. და ეს საზრდელიც, რომელიც მოჰქონდა ანგელოზს, მის სხეულსაც ამზადებდა როგორც მომავალ დედას ღვთისას. მისი სულიც და მისი ხორცნიც ძველ ქართულად სხეულს ნიშნავს, განემზადებოდა დედად ღვთისა ჩვენისა, ქრისტე მაცხოვრისა. და იმჟამად კი არა, რასაც გულისხმობ. საუკუნეთა დასაბამიდან და საუკუნეთა შექმნამდე ღვთისმშობელი მარიამი უფალთან იყო და განემზადებოდა დედად ღვთისა. როგორ მამაო, მე მგონი ამეტებთ. არა საყვარელო, ქრისტე მაცხოვრის სიტყვები მამხედველობაში, რომელსაც მოციქულის კერძო საუბარში ეუბნება. მოულოდნელად ერთხელაც საუბარში ეუბნება. თქვენ საუკუნეთა ან ყოველივე ხირულის და უხილავის შექმნამდე ჩემთან იყავით. როგორ იყვნენ, როცა ისინი გაჩნდნენ აქედან 20 საუკუნის წინათ განგებულებაში იყო. ეს განგებულება პირველად ღმერთმა სამოთხეში ადამ და ევას ცოდვით დაცემის შემდგომ გამოთქვა და ეს არის წინასწარმეტყველება ამ განგებულებისა. დედაკაცისაგან შეცდომილს, დედაკაცისაგან მოულდელ და ხსნელს. ეს დედაკაცი ქალწული არის ღვთისმშობელი მარიამი, რომლიდანაც მოგვევლინა ხსნელი სოფლისა, ქრისტე მაცხოვარი ჩვენი. რამდენი სიბრძნეა, რამდენი სიღრმეა. ამჯერად საყვარელო სურს ნათქვამს შესახებ ღვთისმშობლის მიძინებისა დავურთო ბევრისთვის ძალიან ყურადსაღები საკითხი. სად ცხონდება ადამიანი? სად შეიძლება ცხონდეს ადამიანი? მეტადრე ამ უღმერთო და უზნეო 21 საუკუნეში. მოდით მოусმინოთ წმინდა მამებს.
წმინდა ბასილის სიტყვაში ვფიქრობ ბასილი დიდია. ასეთი რამაა ნათქვა მე ერთ-ერთ სიტყვაში ქადაგებაში. მონასტერში მყოფთაგან ყველას მიიჩნევ ცხონებულად. ესე იგი, ვინც მივიდაო მონასტერში, მისულაო ყველას ცხონებულად მიიჩნევ. მრავალი მოვლენა სათნო ცხოვრებასთან, სათნო ძველქარონ ნიშნავს მოსაწონი. ღმერთისთვის მოსაწონი ცხოვრება ყოფილა მონასტრული ცხოვრება. მრავალი მოვლენანო სათნო ცხოვრებასთან მონასტერში. ცირედნი იღებენ მისუღელს. მოსვლით კი მოდიან მონასტერშიო, მაგრამ მისუღელს არ იღებენ. მონასტერი გონია ძალიან უბრალო რაღაცა, ესე გარეგანად რაღაც ძალიან მარტივი, ფერი არც საჭმელზე ზრუნავ, არც საწმელზე, თვითონ მონასტერის ზრუნავს ამ ყველაფერზე. აბსოლუტურად. ტიპიკონს თუ მიყვები, აი როგორც საათში მექანიზმი ციკ-ციკებს და მთლიანობაში დროს გამოხატავს, ასევე მონასტრული ცხონება. ყველაზე ადვილი ცხონება სულის არის მონასტერში, მაგრამ იქ არის სხვაგვარი ბრძოლებიც. რა, პირველ ყოვლისა მოწყენილობის და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით ბევრი გვამით წავიდა და დღესაც მიდის მონასტერში და ზოგიერთი უკვე აქედან ქვენა მიზნებით მიდის. ზოგს უნდა რომ ესე იგი წინამძღვარი შეიქმნეს, ზოგს უნდა სამღვდელო ხელდასხმა, ზოგს უნდა ეპისკოპოსი გახდეთ, ზოგი ღამღამობით პატრიარქობაზე ცოცნებობს და იმიტომ მიდის, იმიტომ რომ ცოლოსანს არ აკურთხებენ მღვდელთავრად და აი ასეთებზე დაწერა დაახლოებით გალაქტიონმა თქვენ გელატრებად ლოჯა პარტერი, თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდელი. სიტყვებს ცოტა გადავაბრუნებთ და ამ ხალხს მიმართავდი მე, სად მიდიხარ? ერთი ახალგაზრდა იყო, ერთადერთი შვილი ჰყავდა დედას, ქვრივი იყო, უყვარდა, რაც შეეძლო ყველაფერს თავს ევლებოდა და მას ახმარდა და შვილმა მოკლედ მოთმინებიდან გამოიყვანა ბოლოს დედა. მონასტერში გამიშვი, ბერად აკვეცა მინდა. იქ მინდა ვცხონდე, იქ მინდა გადავრჩე, ჩემი მეგობარი წავიდა, ჩემი მეზობელი წავიდა, აბეზრებდა თავს. დედას არ ემეტებოდა. ერთ-ერთ შვილმა მომიარეო, შვილო, რომ მიმაბარებ მიწოს, ღმერთმა გააკურთხოს, მაგრამ არ უსმინა დედას. ადგა და განწარებულმა გამოშვა შვილი მონასტერში. რამოდენიმე წლის შემდეგ დედა გარდაიცვალა. დგას იმ განსაშილებში და ელოდება სამჟავრო სუფლისგან ახლად გარდაცვლილებთან, რომელიც უფალთან უნდა მეიყვანონ ანგელოზებმა განსაკითხად. და როცა დააკვირდა გუნდს, სოდვილები იდგნენ, დაინახა თავისი შვილის. დაეკითხა, შენ არ იყავიო რომ მომაბეზრე თავი დედამიწაზეო, ანგელოზური სქემა მინდა შეიმოსო, წმინდად მინდა ვიცხოვრო, ვერ მონასტობა მარტო ცხონება როდი, არამედ უკვე დედამიწაზე სრულყოფილების სურვილიო. აქ როგორ მოხდიო? ჯოჯოხეთის კერძად. სოდვილებში როგორ მოხდი? და შვილს არაფერი ქონდა სათქმელი. ამიტომ ამბობენ წმინდა მამები, ბევრი წავიდა და დღესაც მიდიან გვამით, სხეულით მონასტერში, მაგრამ სულით განწყობილებებით, სოლხედველობით, წარმოდგენებით ისე ვერ შირჩებიან. ერისკაცები არიან, ისეთივე ხეპრენი და გაუთლელები სულიერად როგორებიც მანამდე იყვნენ. მოდით ახლა მივუგდოთ ყური წმინდა მამა რა სიტყვის ყოველივე ამის შესახებ. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ სდებიან ისინი, რომელიც არაფერს იქმან რა თავისი ცხონებისთვის ამბობენ, მონასტერში რომ გვეცხოვრა, მხოლოდ მაშინღა თუ გადავრჩებოდი. და სწორედ ისინი სდებიან, რამე თუ ვიმეორებთ, რომ მართალია წმინდა ბასილის სიტყვისება, მონასტერში მრავალი მოვლენა სათნო ანუ მოსაწონი ცხოვრებასთან, ეს კი ამ მცირედნი იღებენ მისუღელს, იმ ჯვარს, რომელსაც ბერმონოზნობა დევს მათ ქედზე. აქედან ცხადია, რომ ზარმაცისთვის ყველგან ცუდია. ერშიაც ცუდი იქნებოდა და არც უკეთესი იქნებოდა, უნდა ვიფიქროთ მონასტერშიაც. მაშასადამე რა იჯერავს, რომ მას მოემოქმედა ამ ზარმაცს? უპირველეს ყოვლისა, თავისი სიზარმაცე დაეგდო, ხოლო მონასტერზე ფიქრი დაეხანებინა. სიზარმაცე დაუტევოს, ერში ცხონდება. თუ დატოვებსო სიზარმაცე, ერში ცხონდება. არ დატოვებს, მონასტერშიაც წარწყდება, თვით უშინაგანეს უდაბნოში რომ გავიდეს და ძეხორციელი არ იპოვებოდეს იქ. ერთმა მოქალაქემ ღირს ნიფონთან საუბარში დაზდინა, რომ იგი ვისაც ცხონებას უხს, უეჭველად მონასტერში უნდა წავიდეს. აქაო და ერში ვერავინ ცხონდებაო და ღირსმა მამამ რა უპასუხა? დღესაც ამბობენ, რომ ასეთი ცხოვრება, ამდენი სტუნება, ასე შემდეგ. ამდენი სტუნება როა და ამდენ სტუნებას რომ გაუძლებ ქრისტეს სიყვარულისთვის თუ სიწმინდისთვის, ამიტომ გაცხოვრეთ, ჩემო კარგო და ბევრად მაღლა დაგაყენებს, ვიდრე პირველი საუკუნეების ქრისტიანებს. მათ ბრძოლები ცოტა ქონდა. რელიგიათ იყო გამოცხადებული, სახელმწიფო რელიგიად. მას ესე იგი, ერთმა მოქალაქემ ღირსებელს უთხრა, რომ აქ ერში ვერავინ მცხონდებით, მონასტერში უნდა წავიდეთო. და რა უპასუხა ამაზე? წმინდა ნიფონტმა. შვილო ჩემო, ადგილი არ აცხონებს და არ წარწმენს. ერთი მხოლოდ საქმენი აცხონებენ, ან წარწმენდნენ ადამიანს. როგორც სხვაგვარად წმინდა მამები ამბობენ, სხვა მამები, ადგილი კი არ განწმენს ადამიანს, ადამიანი განწმენს ადგილს. და უამრავი მაგალითის მოხმობა შეიძლება როგორც წმინდა წერილიდან, ასევე წმინდანთა ცხოვრებიდან უკეთურების ადგილას მივიდნენ და მონასტრები დაარსდა. პირველად რომ წაუკითხე, პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, უნივერსიტეტიდან გადავედი სასულიერო სემინარის, თვალებს არ დაუჯერე. ყოფილი სასტუმრო გახდა მონასტერი. ასევე ყოფილი სამეძაო სახლი გადაკეთდა ეკლესიად და იკურთხა.
ისეთი ნიშნასწაულები აჩვენა ღმერთმა. აგერ შემოყურებს წმინდა მარიამ მეგვიპტელი, მისი ხატი. იყო უმძიმესი ცოდვილი, მეძავი. 12 წლიდან 17 წელი გარკვეულ ცხოვრებას ეწეოდა. ღრეობა, ლოთობა და ასე შენ აღარ მინდა სოდომი, გომორი. შემდეგი 17 წელიწადი ღვთისმშობლის გახმობით ორმეს უდაბნოში გაატარა იორდანისა და ისეთ სიწმინდეს მიაწია, რომ ლოცვის დროს აერში მაღლდებოდა. ათეულობით და ასეულობით კილომეტრი წამის ყოფაში გადიოდა. დინარზე ფერხ დაულტოლველი გადადიოდა, როგორც ქრისტე მაცხოვარი. ხედავთ სინანულს, რამხელა მადლი მოაქვს ადამიანისთვის და ღვთისმშობელ მარიამის შეწევნას. ის იყო მისი მფარველი. შეიძლება აქედან გამომდინარე თამამად ითქვას, რომ მარიამ მეგვიპტელი სინანულის ეს წმინდა სახე მთელი საქრისტიანოსთვის ღვთისმშობელ მარიამის სავანეში ხარობს დღეს და მისი მოწაფე იყო და მისი მორჩილი დედამიწაზე, როცა უდაბნოში გაიყვანა. ისე რომ ადგილი კი არ განწმენს ადამიანს, არამედ ადამიანი განწმენს ადგილს. და მაგალითები მოყავს დასტურ წმინდა ნიფონს. ეს ვფიქრობ ნიფონ კონსტანტინოპოლის პატრიარქი არის. ეს იმ ხუთი მამიდან ერთი მათგანია, რომელმაც იწინასწარმეტყველა საუკუნების წინათ, რომ 1992 წელს ევროპის კონტინენტზე თავდაპირველად 12 სახელმწიფოსაგან ეგრეთ წოდებული ევროკავშირი ჩამოყალიბდებოდა, რომელიც წინკარი იქნებოდა ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ანუ მომავალი ახალი მსოფლიო სახლის წინ, სადაც გაამეფებენ ანტიქრისტეს. აი ეს წმინდა მამა არის. და რას ამბობს ამ საკითხთან დაკავშირებით? მოყავს მაგალითები, რომ ადგილი კი არ გაწმენს, არამედ ადამიანი ადგილს. საული სამეფო დიდებულებაში ცხოვრობდა და წარწმდა. სრა სასახლეში. დავით წინასწარმეტყველი იმავე დიდებულებაში ცხოვრობდა, ისიც მეფე იყო საულის შემდეგ და გვირგვინი მიიღო. ლოთე ძმისული მართალი აბრაამისა უშულო სოდომელთა შორის ცხოვრობდა და ცხონდა. იუდას შორის მოციქულთა იყო და გენია დაიმკვიდრა. გასაოცარი მაგალითებია. კურიოზული. ესე იგი, სოდომ გომორელებში, ამ უკუღმართებში, ზნედაცემულებში ცხოვრობდა ლოთე, გადარჩა, იმიტომ რომ ღვთისშიში შეინარჩუნა. იუდა ქრისტეს მოწაფე იყო, 12-თა შორის იყო, შერაცხული. უამრავ მის სასწაულს ხედავდა, ისმენდა მის ქადაგებას. ქადაგება კი არა, საყვარელო ერთ ქადაგებაში მე მოგახსენეთ ქრისტეს გარეგნობაზე ვისაუბრე. ამ წელს ქრისტესობა რო ახლობდებოდა, ერთ-ერთ ოთხშაბათ დაუჯდომელზე და სახე ქონდა ისეთი მარტო ქრისტეს ატყმებებდა ადამიანს. და ნიუანსებში აღწერილი, როცა ქადაგდება, როგორი გამომეტყველება ქონდა, როცა რისხავდა ადამიანს. არასდროს არავის მოცინარი არ უნახავს, მოტირალი კი ხშირად უნახავს ჩვენს სოდვებზე. მისი პირის სახიდანაც, როცა იყო ადამიანურ ჰაბიტუში, სულიწმინდის მადლი გამოშვიოდა, ამშვიდებდა, აწყდარებდა ადამიანს. აგერ ათქალაქელი ეშმაკეული, რომელიც საფლავებში აღამ ათენებდა და ლოდით იკოდავდა კლდეს, უკაცრიელ ადგილებში ჩერდებოდა, შფოთით იყო შეპყრობილი, ადამიანთა საზოგადოებაში ვერ ძლევდა და ქრისტემ როცა განწმინდა, განკურნა, მშვიდად წყნარად ჩაცმული იჯდა ფერხთით და ჩაძირული ქრისტეს ქადაგებებში უსმენდა მას. აი რა ძალუც ერთი მხოლოდ ქრისტეს სიტყვას და ქრისტეს პირის სახე, სიტყვა, ლოცვა, შეხება, მისი ნერწმიც კი კურნავს ადამიანებს. მაგალითად, დაბადებიდან ბრმას თვალის შინის შეჰმატა და საბოლოოდ სილოამის წყლებში და პირუწყს ბანდნენ, განიბანარა თვალები ქრისტეს კურთხევისაებრ აღეხილა თვალი და მადლობა უფალს თუ მას ხორციელ თვალთან ერთად სულიერი თვალიც აეხილა. გზადაგზა იმდენი რემინისცენციები მოდის ჩემს ცნობიერებაში, იმდენი ასოციაციები, რომ მინდა ყველა ჩავეჭიდო გითხრათ, მაგრამ მეორე მსხვილი წეგან თვალი ვკიდე, რომ ორი ადამიანი გადიოდა სხვა დროს ტაძრიდან, დაიღალენ, მობეზდათ, არ ვიცით, რა ვიცი, ეს მათი საქმეა, ვინ როგორ და რანაირად. კეთილი დავასრულოთ დროზე, რომ თლათ არ წაგიხდეთ ჭამის სურვილი. მე მომისმენია, თუმცა არა ყველასგან, გულმწუხარე საუბრები, რომ მარხვა მთავრდება და სევდა შემოდის მასში. იმიტომ რომ მარხვაში დამშვიდებული იყო, დალაგებული ვნებები, დაწყნარებული, ნათელი განცდები, ამაღლებული განცდები. მე შენი ნათელი მაწვალებს გალაქტიონის სიტყვები მომაგონდა. გახსნილდება, ზოგ ზედმეტი მოუვა ჭამა, ზოგი დაითრობა კიდეც, თუმცა სავსებით არ არის ხსნილი. გახსნილდა ღვინით, ზეთით და თევზით არ ნიშნავს ღორმოცელობით გახსნილდა ან ლოთობით. ზომაწონა უნდა იცოდეს ყველამ თავისი. ზოგს ჩაფიღვინო არ ათრობს, მათ შეუძლიათ მეტი დალიონ. ზოგს სათითი ათრობს, როგორც ქართლში იტყვიან ხოლმე. და გაითვალისწინეთ. ხოლო თუ არ შეგიძლია, არ დაითრო. საერთოდ არ დალიო. ყველას ურჩევდი მე. თითოეულ თქვენთაგანს. ვინც ამბობს, რომ ცოლშვილთან ცხონება შეუძლებელია, იგი თავის უგუნურებასა და მანკიერებებს ეპირმოთნება. და მაგალითი მოხავს.
აი ცოლშვილი მისლისო, ცოლი ასეთი ხასიათების არის, შვილი ესეთი. აბადე როგორც გაზარდეთ ძირითადში არის გამონაკლისები, რომ დედმამა კარგი ყავს ზრდის, მაგრამ უვარგისი გამოდის. ესეც ხდება რასიზმ. ბუნებაში ეს მაგალითებიც სამწუხაროდ არსებობს. მაგრამ ძირითადში დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ესე გამონახე. გულახდილად რომ ვთქვათ. პირველ ყოვლისა ჩემი თავი მყავს ხედველობაში. და მაგალითი მოყავს, რომ ცოლშვილიანი კაცი შეიძლება ცხონდეს ერში. და ცხონდეს კი არა, მეგობრად იწოდებოდა ღვთისა, აბრაამი. აბრაამ სოლი და შვილი ჰყავდა. 318 მონამხევალი, ურიცხვი ოქროვერცხლი. იმ ხარეში იყო უმდიდრესი ადამიანი. თუმცა ამას ხელი არ შეუსწია, რათა ღვთის მეგობრის სახელი შეეძინა. არ შემიძლია კი გამიგრძელდა, არ მოვიგონო, ვეთაყვანე. ერთ-ერთი წმინდა მამა არის, ფილარეთ მოწყალე, რომელიც გასაოცარი წმინდანია. მცირე აზიაში უმდიდრესი კაცი იყო და ასე შემდეგ. განსაკუთრებულად გამოირჩებოდა არა სიმდიდრით, მხოლოდ არამედ მოწყალებით. იოანე ოქროპირიც ცნებას ასრულებდა. დიდრის ქონებას იმაზე კარგი გასავალი არ ექნება, ვიდრე ღარიბის ხელშიო. აი ეს მიმართულება მიეცითო. ხო და იმდენი არიგა ეს მოწყალება, იმდენი არიგა და მე ღვთის დაშვებით. ღვთის დაშვების გარშე არაფერი. მცირე აზიაში შიმშილობა ჩამოვარდა და ბევრი გაკოტრდა, გაღარიბდა, ზოგი სასწრაფო, ზოგი დეპრესიაში ჩავარდა როგორც ხესვი და ასე შემდეგ. კაჭი რვებებშიც ყველას ესე ურიგებდა. რიგები იდგა. ვინ რითი მოდიოდა, ზოგჯერ ორჯერ მოდიოდა, ზოგი გადაიცმოდა, რომ არის ასაც აძლევდა, მაინც აძლევდა, ოღონდ შედარებით ნაკლებს. ცნობდა და ასე და ამგვარად ცოლი გაღიზიანდა მასზე, გაბრაზდა. სოკრატე ვახსენე, ქსანტიპა ყავდა, ავიზნის ქალი იყო. ქსანტიპა იმასთან პატარა ჩვილი იყო. რასაც ცოლი უკეთებდა და ბოლოს ცოლი და შვილები უმალავდნენ საჭმელს. რომ ისიც არ გაეტანათ, მოწყალებაში არ მიეცა, შივრები არ დავრჩეთო. ანუ მას არ აჭმევდნენ. ერთხელაც უკვე ძალიან გაჭირვებულები არიან, ნულზეა ყველაფერი როგორც და დამალული აქვს ცოტაოდენი საჭმელი. ცოლ შვილებთან ერთად და მოადგა ერთი კაცი და ეთხოვა მოწყალება და არაფერი არ ქონდა, მაგრამ უარი არ შეეძლო ეთქვა და წავიდა და 2-3 ფუტკარიღა დარჩა და მივიდა და ახადა და ნახა რომ ცოტა შემორჩენილი იყო თაფლი და გოლეული და ამოიღო გახარებულმა და მისცა ეს. სოლე ფანჯრიდან უყურებდა და შვილები, ესე იგი რა ვიცი, რა დღეში ჩააგდებდა წარმოიდგინეთ. წმინდა ფილარეთს. ესეც არაფერი გამოხდა, ხანი 2 დღე გავიდა და ახლა სხვა მოაგა გლახაკი დაგლეჭილ დაფლეთილით და მოწყალებას ჩასასვლელი რამე ძველი გექნებაო. არაფერი არ ქონდა, ადგადა ზედა სამოსელი გაიხადა და ჩააცვა. სახში რომ დაბრუნდა, ცოლი აღარც კი გაუბრაზდა, აზრი არ ქონდა. მაგრამ ნახეთ, ეს იყო გამოცდა. როგორც იობს ზიდა ღმერთი, ასევე გამოიცადა ფილარეთ, ოღონდ სხვადასხვა თვალსაზრისები. იმხანად ფოტოგრაფია რა თქმა უნდა არ არსებობდა. მეფის წული მოიწიფა ბიზანტიის დედაქალაქში, კონსტანტინოპოლში ხდება და მეფემ დაიბარა ხელოვანი ხატმწერები და მხატვრები და უბრძანა რომ თავისი იმპერიის სხვადასხვა მხარეებში წასულიყვნენ და სადაც ლამაზ და სნეკეთილ ქალწულს ნახავდნენ, გადმოეხატა და ჩამოიტანეს რამდენიმე ათეული ნახატი. დაით მეფე დედოფალის ხედან უფლისწული და მოხელეები უახლოესი ათვარიელებენ, არჩევენ. აი ეს არის გარეგნო, ეს ბოლოს შეჩერდნენ ფილარეტის შვილიშვილზე. ეხლა როგორ მოხდა? იქაც ჩამოვიდნენ იმ ხარეში. ნახეს, ესე იგი ორი ქალწული დები, ძალიან მოეწონათ, ულამაზესი ქალწულები იყვნენ, გადაიხატეს, ორივე ერთი განსაკუთრებით მოეწონათ უმცროსი და იკითხეს კითხვით, ვინ არის ეს? ამისი მამაო, არისტოკრატიაო, უმდიდრესი კაცი იყო და ეხლა ლუკმა პური არ აქვს, ენატრებაო. და როცა ჩავიდნენ და მეფე დედოფალმა და უფლისწულმა პირველ ყოვლისა ეს ამჯობინეს სილამაზით და მერე სნეც იკითხეს, იმის სნე უნდა იკითხო. დღეს ამას არ კითხულობენ. კითხულობენ დიდარია თუ ღარიბია. მაგრამ უფრო ეძებენ სხვა რამეს. სექსი და სიმდიდრე წვეთს 90 შემთხვევაში 100-დან საკითხს, ასე ვთქვათ. მოკლედ ეს ქალწული მოეწონათ, გაგზავნეს, რამოდენიმე კიდევ ამოარჩიეს, ჩამოიყვანეს დედაქალაქში და გაყვეს ფილარეტის თავის შვილიშვილი. და ცოლისთვის მარტოს ხომ არ გაუშვებდნენ, როგორც იტყვიან ხოლმე და ბევრი არის, ცოტა არის დედაქალაქში ჩავიდნენ, თუმცა ესეც მათთვის ტანჯვა იყო, იმიტომ რომ პირუტყვი არ ყავდათ რითიეულოდ და ძალიან დიდ დროს დაჭრილდნენ. მოგვიანებით მოვიდნენ და რამდენიმე დაატენეს იქა და შემოვიდა მეფე დედოფალი, უფლისწული და ყველას უკვე გაესაუბრნენ თვითოულს ასე შემდეგ და ბოლოს კითხეს ამას. ეს ყველაზე მეტად მოეწონათ. არა მარტო სილამაზ, ზნით, მორცხვი, კდევამოსილი თამდაბალი გაეცინება დღევანდელ ბოზანდარა ქალებს და ასეთები არიან ქალწულებიც, ბევრი მათგანი. სნით, სირცხვილი ყოფილა კომპლექსი, ღვთისმოსაობაც. რაც უფრო უტიფარი ხარ, ენა ბილწი ხარ, თავხედი და ბოზანდარა, მით უფრო მაგარი ხარ. აი ესეთი გაგებაა დღეს. ამ დროს კდევამოსილება არის უპირველესი, როგორც ოქროპირი ამბობს, სამკაული ქალწულისთვის და საერთოდ ქრისტიანი დედაკაცისთვის. კდევამოსილება.
რისკ დემამოსილე მამაო რეტროგრადი ხართ არა პროგრესული ჩამორჩენილი 21 საუკუნე დაეწყება ნოტაციების კითხვა თქვენ ენაზე რო თქვა ჩემი მისამართით მაგრამ მე ისევ პასუხობ ძაღლიყებს ფარამიდს ამათი შეხედულება ამ გარყვნილი ადამიანების ამ გარყვნილი მოდგმის ჩემთვის არაფერს ანიშნავს აბსოლუტურად მე მებრალებიან როგორც მოძღვარსა და ხანდაზმულ ადამიანს არც მეტი არც ნაკლები გულახდილად გეტყვით მოკლედ შეარჩიეს სნეც მოეწონათ გამოიკითხეს მშობლები პაპა ფილარეტი გაესაუბრა და როცა ფილარეტზე გაიგო რომ ეს იყო უმდიდრე კითხა რომ გაღატაკდიო არისტოკრატი ჩემ ყურს მოსწონია რომ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყავი მცირე აზიაში და იწულებული იყო და მაშინ ორი სიტყვა უთხრა და ვერ მოუყვა იმიტომ რომ თავის თავზე ხომ არ ილაპარაკებდა და სოლბა ყველაფერი მოყვა ოღონდ ყვებოდა თავისი კუთხიდან როგორ გააღატიკა სიტყვები დააკარგმინა შვილებს ამას მემკვიდრეობა ბოლოს ლუკპაპური არ ქონდა იზულებული გავხდით დაგვემალა საჭმელი მისთვის და ბოლოს თაფლის გოლეული და სამოსელის კი მისცა და შიშველი დადიოდაო მეფე გაოგნდა მოიხიბლა მოისვა უბრძანა მოხელე დიდი გადასვა თავისგან და მარჯვენით მოისვა აღუდგინა მაღალი წოდება მისცა თანამდებობა და იმაზე დიდარი გახადა ვიდრე აქამდე იყო და გახდა იმპერატორის სიმამრი. გესმით საყვარელო? ერში მოხდა ყველაფერი. ერში ცხონდა. მისი ცხოვრება რომ წავიკითხე არ დაგიმალოთ ბევრჯერ ვიტირე. ჩემი თავი წარმოვიდგა უსუსური, უგუნური, უწყალო, უკეთური. წმინდანებში უნდა ჩაიხედოთ როგორც სარკეებში, მათ შორის და პირველ საფრთხილ მარიამში დაინახოთ საკუთარი არარაობა. მოჩვენებითი კეთილი საქმეებით რომ ვიქებ თავს და ვიმშვიდებთ რომ სამოთხეში ვიქნები და ნამდვილად თვითშობლის სავანეში. მართალიო ძნელად ცხონდესო წმინდა წერილი ამბობს მე და თქვენ სად მოვალ დაინდაბლეთა იმიტომ რომ მხოლოდ გამდაბლებს თუ გადაგარჩენს და გაცხოვნებს უფალი ისეთი სიყვარული ვირძენი ამ წმინდანის მიმართ ვიფიქრობ შეიძლება ასეთი წმინდანი არსებობდეს რომელიც გაიხარჯა და გაიყიდა პირდაპირ გაგებით ქრისტესთვის რადგან ვინც გლახაკს ავასხებს ის ქრისტეს ავასხებს თავად უფალი ამბობს ამას და ნახე ღმერთმა აქ აღუდგინა ყველაფერი სიმამრი გახდა ბიზანტიაში ერთ-ერთი პირველი კაცი იყო ამ უზარმაზარ იმპერიაში და რაც მნიშვნელოვანია უდიდესი წმინდანია ზეციურ სასუფეველში და პირველი რითაც გამოვხატე მის და მის სიყვარული ეს იყო რომ ხაწერი დავიბარე საჩქაროთ მეორე მესამე დღეს და ვაკურთხე რომ დაეწერა ხატი წმინდა ფილარეტის მამა გაბრიელის ტაძარშია დასვენებული ზოგჯერ მივალ ხოლმე და მეც შევკნავლებ ხოლმე საწოდავის რომ შემეწიეს სული ცხონებისთვის და იმას კი არ ვამბობ უგუნური რომ შენაირი მოწყალე გავხდე არამედ ვებედრებით დახმარებას რომელიც უფრო შვილებს ირდებათ მე არანაირი დახმარება არ მჭირდება გულახდილად არაფერი არ მეჭირს გესმით საყვარელო გარდა მაგისა წიგნებს თარგმნე აი მოხუცი კაცი პოლიართრიტი მაქვს მარილები სულ კაცატყუცი გამიდის დიაკონს ბოდიში მოუხადე ახალია მაინც საკურთხეველში რომ თითებს ყოველთვის ყველათიც პოლიართრიტი მაქვს მეთქი და თითები მეჭედება ზოგჯერ ვეღარში ან ვერ კუმშავ და არ დაბრკოლდე მეთქი მოგლეთ აქედანაც მერთი მწყალობს მაქვს ნიჭი თარგმნილობისა ჩემმა მოძღვარმა ბეთანიაში მორჩილად ვიყავი მაკურთხა მახსოვს პირველად რომ გამისაუბრა და განათლებული ხარ უნივერსიტეტში სწავლობდი და რამე გააკეთეო რა მეთქი და მორჩილება მომეცით მეთქი რამე და მომცა ეს მორჩილება რომ თარგმნე რუსულიდან ქართულად წმინდა მამებიდან რაიმე ქადაგება სახარების განმარტება პირველი რაც თარგმნე მახსოვს იყო წმინდა იოანე კასიანე რომაელის ქადაგება ფსალმუნის ამადგილის განმარტება მივდერ ჭენები დაცემა და უფალმა ხელი აღმიპყრა მე და დღეინდელა დღემდისა რამდენი წელი გავიდა დაახლოებით ალბათ 83 წელიწადი თარგმნი წმინდა მამებს უდეს სიკვდილ სიამეს ვიყო როცა თარგმნი უფრო ღრმად შემოდის და როცა თარგმნი ის მამები იქ არიან ისინი გათარგმნებენ როგორც იოანე ოქროპირს პავლე მოციქული კარნახობდა საკუთარი ეპისტოლების განმარტებას რაც წმინდა პროკლები ხილა კონსტანტინოპოლემა მისმა სენაკაპანმა ასევე როდესაც ჩვენ თარგმნით ღრმად წამს იქ არის წმინდა მამა და იმ ნიუანსებს აზრისა არის ესეთი ზერელი თარგმნა თავისუფალი თარგმნა არ მიყვარს მე მინდა ნიუანსი დავიჭირო იმ ავტორის რაც მან ჩადო რამ გრძნობელობაც არის მასში და თარგმნო აი ამ თვალსაზრისით ამიტომ ასეთი უფრო შთამბეჭდავი არის ყოველ შემთხვევაში თუ არ პირფირობენ ბევრს მოწონს და ყველაფერზე ნუ გამომეკიდებით მე მაქვს კითხვებზე პასუხები და თქვენ თუ გექნებათ მოთმინება ეგ აღარ ვიცი მაგრამ იმდეს ვილაპარაკეთ ხუთშაბათ დილას მივახცევ და აწი ყველაფრით გახსნილდება გიფრთხილდებით თქვენ გენაცვალეთ თქვენ შემოგევლეთ და ღმერთს ხომ გაგრძელდეს საუკუნო თუკუნისამდე ეს განცდები და ეს სუთები. მას დავასრულებ. აბრაამი უმდიდრესი იყო გადარჩა ცოლ-შვილთან, ოჯახში. ეკლესიის მსახურთა და მეუდაბნოეთაგან რამდენი გადარჩა, ანუ ცხონდა. რამდენი მოხელე და მხედარი, რამდენი ხელოსანი და მიწათმოქმედი, რამდენი ხმაურიან დედაქალაქსა და მდუმარი ადგილებში. მეორეს მხრივ, იმავე წოდებებსა და თანამდებობებზე, იმავე ადგილებსა და იმავ დროს
2 ადამიანი წარწყდა, დაიღუპა. მეფიდან მონამდე არიან ცათაშინა სასუფევლის შვილი და მეფიდან მონამდე არიან წარწმედი შვილი, ქრისტეს ეკლესიის შვილი. გულითა და გონებით ნუ გადაიხრებით წუთი სოფლის სასტურებისკენ. ყოველ ადგილასაა შესაძლებელი ცხონება, თუ კი ღვთისმცნებებს აღასრულებ. ესე იგი, თუ კეთილი საქმე გეკრიბა, ღვთისმცნებებს ნებისმიერ წოდებაში ადგილა შეიძლება. გულითა და გონებით მას ნუ გადაიხრებით წუთი სოფლის სასტურებისკენ. ყოველ ადგილასაა შესაძლებელი ცხონება, თუ კი ღვთისმცნებებს აღასრულებ. უფალი თავის მკლავებში ერთნაირად იღებს მართალ სულს. მეფის საყდრიდანაც და სახნავ სათესიდანაც, ანუ მინდვრიდან, მიწათ მოქმედს გულისხმობს, საკურთხევლიდანაც, ანუ ღვთისმსახურს და ბრძოლის ველიდანაც. მაშა სადამე ცხოვრობს ვინმე საწუთროში, დენუ წარიკვეთ სასოს. ნუ ტირის რომ მონასტერში ვერ წავიდა. ცხონება ყველგან შეიძლება, მათ შორის ერში და პიროკოლისა და გოლათილად რო გითხრა, ბევრ მონასტერში ყველაფერი რიგზე როდია. 3 წერტილს დაუსვამ. ეს ჩემ კომპეტენციაში რო სიტყვიან არ შედის. რა და როგორ. მაშინ სადამე ცხოვრობს ვინმე საწუთროში. დენუ წარიკვეთ სასოს. შესოდეს სინანულით კლავად ზალუც ღმერთს მიუახლოვდეს. თითოეულმა თავისი წოდების შესატყვისი საქმე აღასრულოს, რომელზედაც ღმერთმა დააკენა. ღვთისმოსავი და კაცმოყარე იყავი და ცხონდები. პირიქით უკაცრიელ უდაბნოში რომც განმარტოვდე, თუ კი შენს ბოროტ ნებასა ბოროტ საქმებს არ განაგდებ, უეჭველად წარწყდები. მას გესმით ზარმაცნო. უკაცრიელ უდაბნოში რომც განმარტოვდე, თუ კი შენს ბოროტ ნებასა და ბოროტ საქმეს არ განაგდებ, უეჭველად წარწყდები. ეს ნიშნავს, რომ შენი სიზარმაცით მონასტერში არ უნდა მიდიოდე. არამედ ჯერ არს, რათა თავდაპირველად ცხოვრობ რა ერში, სადაც ხარ. სიზარმაცეს დაემშვიდობო. თქვენი ხორცნი ვნებებთან და გულისწყებთან ერთად ჯვარსაცვად. ეს პავლედან არის ციტატა მოტანილი. ღმერთს ემსახურო მთელი გულითა და მთელი თქვენი მონდომებით. ხოლო მერმე, რასაც ღმერთი მოგცემს, კეთილი შეიძლება მონასტერზეც ილაპარაკოთ. ხოლო ყოველ შემთხვევაში მოემსახურებით რა ღმერთს ერში და კეთილი საქმეებით გააქარწყლებთ რა სიზარმაცეს, ხშირად მოიყვანეთ და მოიგონეთ ნიფონტის სიტყვები, რომელიც ამბობენ, რომ ყოველ ადგილასაა შესაძლებელი ცხონება, თუ კი ღვთისმცნებებს აღასრულებ. უფალი თავის მკლავებში ერთნაირად იღებს მართალ სულს. მეფის საყდრიდანაც და სახნავ სათესიდანაც, საკურთხევლიდანაც და ბრძოლის ველიდანაც. და ამიტომაც და ღვთისათრომყოფლობისთვისაც 8 წლით იქ იცხოვრეთ, სადაც აქამდე ცხოვრობდით და ანდაზისაებრ ბედნიერებასა და ცხონებას ეძიებდეთ არა საცხოვრიში, არამედ საკუთარ თავში. ამენ.